მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ნუკრი შოშიაშვილი, ნუკრი მოგესალმები, მოხარული ვარ რომ ესტუმრე. შენ ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე სასურველი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ როგორც იტყვიან ხოლმე, ყოველგვარი ისეთი რუსულად არის, ბესკულტურ, ქართულად არ ვიცი სამწუხაროდ როგორ არის, აი ესეთი საუბარი მაქვს ხოლმე შენთან და ძალიან მახარებს რომ სტუმრობ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია შენთან ესე სტრიმებია ხო? პოდკასტ სტრიმები. ხო. ჯერ სტრიმამდე, მაგრამ მივალთ. ხო. ნუკრი. ხო, მაპატე გადაგა. ხო, არაფერი. პირველ რიგში იმის თქვა მინდა რომ ნუ რაღაცა უფრო მეტად საინტერესო თემები ჩდება თქო შენთან ეთერში. კი, შემომა, ხო. გავიზარდე ანუ მეც. ხო, არა, მე მგონი ზოგადად ისაც გაიზარდა მთლიანად ინტერნაციონალური საზოგადოების დონეც რა. ხო, აკვირდები რომ აქ ჩვენთან უკვე რა ვიცი ხოშტარიებზე და რაღაცებზე აღარ ხო, აუდიტორიაც შეიცვალა, მოთხოვნაც კი დაიხვეწა და ნუ მართალია ეს ჯერ ვერ გავარკვიეთ ქალზე ძალადობა შეიძლება თუ არ შეიძლება. ხო. იქნება ახლა ანუ ადამიანები რომლებიც თეეცხოვრება ერთს ამბობდნენ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა რაღაცას ამბობდნენ და განსაკუთრებით საქართველოს ფემინისტური ნაწილი. ფემინისტთა კავშირი, ხო. ხო, ნუ ჯერ მაგათის როგორ გადაყლაპეს, რომ საფრანგეთის ოლიმპიადაზე აშკარად ვაჟკაცმა რომელიც წვერს იფარსავდა დაირქვა რომ ქალი იყო და მე გალახა ის საწოდავი მართლა ქალი მოკრივე და ამაზე ხმა არავის არ მოუღია და ნუ ამაზე ხო ხალისობდი, ნუ სახალისო რა არის, ტრაგედია, მაგრამ ნუ ახლა ხო იცი, სხვისი ჭირი ღობიჭხირიო, მაგრამ აი თბილისში რო ეს მოხდა და აქაც რო ჩვენი წარჩინებული ქალები რო ზდუმნან, ეს უკვე დასაფიქრებელია. არა, ვინ ზდუმს, კაცო? ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ და მე დაიწყებოდა ეს, მაგრამ ამართლებდეს. უბრალოდ მე არ უნდა დაეთქვა, მაგრამ რახან რუსი იყო, უნდა დაეთქვა. დაეთქვა, ხო. არა, მე რა მაინტერესებს ზოგადად, ანუ იქნებ შეიძლება ეგ ძალადობა და ჩვენ არ ვიცით. ხო. ისე კარგი იქნება ჩვენ დავუშვათ მაგ კალბატონებს ან აქტივისტებს ან პოლიტიკურ ჯგუფებს რომ მოგწენ ის სახელმძღვანელო სანიშნით და გვერდი მიუწვდეთ და ამოვიკითხავთ. არავინ არ მოგწენ, მე რატომ შევეხიანთ? ამოვიკითხავთ სადა საწერია ეს. რა თემადაც გვინდა საუბარი იმასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში ხლა ადამიანი რასაც ირქმევს, რა ვიცი, ფემინისტის დაირქმევს თუ ფაშისტს დაირქმევს თუ რა ვიცი, ლიბერალს დაირქმევს, საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს შეხება რასთან, იცი, რომ ეს ყველა საბოლოო ჯამში რაღაც ესეთ მომენტებში უწევთ იმის წინააღმდეგ წასვლა, რასაც თვითონ ქადაგებენ. ყოველთვის. მაგას პოსტმოდერნი ერქვა აქამდე, მაგრამ ეგ უკვე აღარაა პოსტმოდერნი, ეგ უკვე კიდე რაღაც ახალი მოვლენაა, რომელიც ჯერ აღწერილი არ არის. პოსტმოდერნი იყო რაღაც ერთიანი ნარატიული სისტემის დანგრევა, რა, რომ აღარ არსებობს კლასიკური ლიბერალიზმი, აღარ არსებობს არც სოციალიზმი, არც ნაციონალიზმი, რაღაცა აღრეული ერთმანეთში ყველაფერი და ეგ აღრეული არ არის. ეს არის უბრალოდ ანუ მე ესე ვიტყოდი, რწმენების გაქრობის ეპოქაა, რომელსაც ადამიანები ირქმევენ რაღაცეებს, რაღაც სახელებს, მაგრამ სინამდვილეში არ არიან ესენი. და ამიტომაც აი ახლა რასაც შევეხებით, ზუსტად ამას ეხება, სწორედ ეს. ხო, მშვენიერი შეფასება მიეც, ეს არის რწმენების არარსებობა. დაკარგვა კიდე სხვა რამეა, უბრალოდ არარსებობა. და სამწუხაროდ არსებობს ესეთი ტერმინი რელიგიაში, ანუ ათეიზმი არის ბევრნაირი. ნუ ერთი ათეიზმი არის მამის წინააღმდეგ ბრძოლაც, იგაც ათეიზმია. რომ აი რაღაცა, როდესაც უკმაყოფილო ხარ, გინდა რომ გარდაქმნა სამყარო და იგაჩნია რომ ეს мама არასრულფასოვანია, არასრულყოფილი და შენ უფრო კარგად გესმის. მაგრამ არსებობს ეგეთი ათეიზმის, როდესაც სიბრმავე რა, რწმენის სიბრმავე. ანუ როგორც ახლა ვერ მოთხოვ ადამიანს ბრმას რომ რაღაც ფერები გაარჩიოს, ხო? ისე ვერ მოთხოვ ესეთ ადამიანს რომ რაღაცა წამდეს, მაგრამ ირგვლივ ესმის ამ ადამიანს რომ ეგ მნიშვნელოვანია. ირგვლივ ესმის და არის ესეთი სერიალი იყო
სიქვია ხო მეგონი სადაც მთელი საზოგადოება მთელი ისინი ყველა დაიბადება ბრმა ბავშვობიდანვე ბრმები არიან და ერთი დაიბადება მგონი მაგაზია რომ ერთი დაიბადება რომელიც ხედავს და მაგაზე ნადირობა მიდის და ასე შემდეგ საკმაოდ ის იყო სხვათა შორის რეიტინგული გამოდგა მე არ მოყურებია ამიტომ სიუჟეტს რო გავეცანი დიდად არ დამაინტერესა თუმცა რეიტინგული იყო მეც არ მინახავს სიმართლე გითხრათ უბრალოდ ვიცი შინაარსი და მე მგონი აი სწორედ ამასთან აგვაქვს დაიბადა რაღაც დიდი მასა ადამიანების რომლებიც რაღაცების მიმართ ანუ რასაც აქამდე კაცობრიობა აშენებდა რასაც ხედავდა და აშენებდა ამის მიმართ არიან აბსოლუტურად ბრმები ეს არ არის არც კლასიკური ფაშიზმი აი ხო ამბობენ რომ აი რუსეთის წინააღმდეგ ეგა ფაშიზმი ხო აი ფაშისტებიც არ არიან ანუ ეგაა პრობლემა რომ თქად ფაშიზმის ნიშნები კი არის მაგრამ არც ფაშისტები არ არიან არც ის აი ესა სიბრმავე და ამიტომ ეს სიბრმავე არის რაღაც უკვე ანთროპოლოგიურად ისეთი არსება რომელიც აი თხოვნელა რომელიც ვერ ხედავს რა თხოვნელა რომელიც ვერ ხედავს ახალი არსებები რომლებსაც დახურული აქვს რაღაცეების აქმის უნარი მაგრამ რადგან ცივილიზაციური ინერციები არის რაღაცეებთან მიმართებაში იდეოლოგიებთან მიმართებაში რელიგიებთან მიმართებაში რაღაც კულტურულ მოვლენებთან მიმართებაში ეს ბრმები ირქმევენ ამ სახელებს ამიტომ არის რომ ეს მათთვის შიდა წინააღმდეგობა არ არსებობს ანუ ქართული ლიბერალი რო ერქოს ლიბერალს და უცბად შეუძლია ფაშისტური ნარატივი თქვას ეს იმიტომ კი არ აკეთებს რომ მან იცის და რაღაცა ეს იმიტომ რომ ის საკუთარ ლიბერალიზმთან მიმართებაში ბრმა არის უბრალოდ დაერქვა და ფაშიზმთან მიმართებაში ბრმა არის დასაგებია ჩვენიერი განმარტება იყო მომეწონა პატივისცემულო მაყურებლებო მსმენელებო მეგობრებო დღეს მე და ნუკრის გსურს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩვენი აზრით ნახოთ თქვენ როგორ გაიზიარებთ თუ მოგეწონებათ პირველად ვამბობ ამას პოდკასტის სათავეში ვისაც მოგეწონებათ გააზიარეთ და მოიწონეთ ბუნებრივია თემა შეეხება ასეთ რამეს ეს მე ვთვლი რომ მოლენაა და ნუკრი უფრო კარგად და უფრო ღრმად განმარტავს საქმე ეხება გარემოებას და ეს ძირითადად ეს ყველაფერი ხდება დასავლურ სოციუმში სადაც ფეხს იკიდებს კულტურული ისლამი ეს ეხება როგორც დასავლეთ ევროპას ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე ამ სოციუმში უკვე აღარ იმალება და სააშკაროზე არის გამოტანილი სერიოზული ძლავრი ანტისემიტური მოძრაობა სიონისტთან კავშირში არ არის აი წმინდა წყლის ანტისემიტური მოძრაობა და მესამე ნაწილი ამავდროულად ასევე იღვიძებს და ძალას იკრებს ნაციონალური მოძრაობა რომელზეც მე მაგალითად ვშიშობ რომ ეს ფაშიზმში გადაიზარდება ну ამის პოტენციური რესურსი აქვს იტალიას და გერმანიას ისტორიულად ამაზე ხა მე აღარ ჩაუმოვდები ამას ალბათ ნუკრი უფრო კარგად გაშლის და ერთი ნიშანი იმისა რომ ისლამი როგორ ვითარდება ამას ალბათ უკვე ყველა საუბრობს მე ჩემ პოდკასტებში ხშირად მithქვამს როცა აქვე აი 1 კილომეტრში უბანმა რატომღაც გადაწყვიტა რომ არის Little Pakistan და ერთ-ერთ წამყვან ავენიუზე კონიალდა ავენიუზე ესეთი ლამაზი ფერადი აბრა დაკიდეს და აწერია რომ welcome Little Pakistan მე ნუკრის ვეუბნებოდი ესეთი პრეროგატივა და ესეთი უფლება ჰქონდა მხოლოდ მერიას რომელმაც თავის დროზე მანჰეტენზე აი პატარა იტალიას მიანიჭა მაგრამ ეხლა იწლება დრო მეორე მნიშვნელოვანი რამ ნიუ-იორკის მერი რომელიც ინდო-პაკისტანელია და ხმამაღლა აცხადებს როგორც ლოზუნგი რომ იგი მაჰმადიანია და ამით ამაყობს და იგი ცდილობს რომ რაღაცა ეხლა სხვა თემაში ვარ გადავიდეთ რაც შეეხება ანტისემიტიზმს ნუ ანტისემიტიზმი გამომდინარეობს იქიდან რომ რაც ჩვენ სოფლიო ჩემპიონატს ვაკვირდებოდით ნუ არგენტინის გარშემო შლეიფად დაყვებოდა ამ ყველაფერს გამომდინარე იქიდან რომ არგენტინის პრეზიდენტი არის ტრამპის მეგობარი და აშკარად გამოკვეთილი ესეთი იუდეველი გახდა და იმდენად არის ანგაჟირებული სპორტული საზოგადოება მაყურებელს გულისხმობ რომ მესიზეც ამბობენ რომ იგი იუდეველია იმიტომ რომ იერუსალიმში აი კედელთან ნუკრი განმარტავს ეს რამდენად
კანონიკურია თუ არა ებრაულ კულტურაში და აი სულ ახალი ამბავია დღეს YouTube-ზე დევს უკვე როგორ ესპანელი გულშემატკივრები გადაუვლიან ისრაელის დროშას და აქაც სპორტული კონტექსტია გამომდინარე იქიდან მე რაც წინაზე ჩამოთვალე და აი მესამე მომენტს რასაც ნაციონალიზმის ესე თქვათ წინ წამოწევას ესეთ ერთგვარ ნიშანს აძლევს ეს არის ჩემდა გასაკვირად ფილმი რომელსაც ქვია სახალხო მსაჯული არის თარგმნილი ვისაც ინგლისური არ გესმით რუსულადაც ნახოთ იძებნება ფილმი აბსოლუტურად არაღირებულებადია მაგრამ რაც იქ თემებია წამოწეული ეს მე გამიკვირდა რომ საერთოდ 21 წლის 26 წლის აგერ 21 საუკუნის 2026-ში შეიქმნა საერთოდ ესეთი კინოპროდუქტი და პლუს კიდე გავრცელდა. ებრძვიან, ბლოკავენ, მაგრამ ვისაც სურდა ყველამ ნახა. ნუ ყრი რასთან გვაქვს საქმე რა მოვლენაა ეს ერთდროულად სამი განსხვავებული იდეოლოგიის განვითარება. და თავიდან ემიტოდ კი რომ ეს დასავლურ კულტურაში, იმიტომ რომ მე აღმოსავლეთ ევროპაში არ მგონია რომ ეს იყოს კონსტიტუციაში მე არ შემხედრია და ნუ ეხლა აქეთკენ კიდე აღმოსავლეთით მსგავსი რამ ნამდვილად არ ხდება. ეს ეხება ძირითადად დასავლურ კულტურას, დასავლურ სოციუმს. გისმენ ჩემო კარგო. კი ბატონო, ნუ ბევრი თემა ახსენე ახლა შენ. ნუ პირველ რიგში რაც უნდა ითქვას, მოდი გავიხსენოთ თვითონ მარქსის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე სოციალური და პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა რელიგიის სახელით. პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი, ისლამი და მარქსი ამბობდა, რომ ამის შემდეგ იდეოლოგიურ სახეს მიიღებდა და მართლაც მოდერნული ეპოქა, ანუ თანამედროვე ეპოქა, რაც პრინციპის საბოლოოდ საფრანგეთის რევოლუციით ჩამოყალიბდა. ეს იყო უკვე არა რაღაც რელიგიური დაპირისპირება, თუ სადღაც მიმდინარეობდა ეს რელიგიური დაპირისპირებებიც, მაგრამ გლობალურად ეს იყო მაინც იდეოლოგიური დაპირისპირებები. რადგან ყველა ამ იდეოლოგიამ მეტნაკლებად კრახი განიცადა ერთნაირად, ზოგმა უფრო სასტიკად, ზოგმა უფრო სხვანაირად, აი ხა ჩვენ უკანასკნელი იდეოლოგიის აღსასრულს ვხედავთ, ლიბერალიზმის აღსასრულს ვხედავთ, ისევ ანუ რაც რჩება იდეოლოგიის გარდა, რჩება რაღაცა რელიგიური პროექტები. ოღონდ ეს რელიგიური პროექტები რა თქმა უნდა გარდაქმნილია კიდე რაღაც სხვადასხვა თანამედროვე ანუ ისახე მიიღო რელიგიურმა ელემენტმა, რაც ადრე ქონდა, რასაც ქონდა იდეოლოგიური სახე სულ ახლახანს. ამიტომ ჩვენთან არის ესეთი ძალიან პრობლემური საკითხი, რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც რელიგია და პოლიტიკა მეტნაკლებად იყო დაყოფილი. სადაც ეხლა ტრამპის დროს და ბუშის დროს იყო უფრო რაღაც რელიგიაზე და ბიბლიაზე ორიენტაცია, მაგრამ მაინც ეს იყო მაინც სეკულარული საზოგადოება, პოლიტიკური სივრცე იყო, ხო, მაინც ამერიკული პოლიტიკური სივრცე, ევროპული პოლიტიკური სივრცე რადიკალურად იყო ევროპელებმა, ნუ საუბარია საფრანგეთზე და განვითარებულ ევროპაზე რადიკალურად განდევნეს რელიგია პოლიტიკიდან და ამიტომ ნახეთ იქ სადაც განიდევნა რელიგია, რა რელიგია განიდევნა ესეც საინტერესოა, ხო? ეს ხო არ განდევნა ყველა რელიგია, განიდევნა კონკრეტულად ქრისტიანობა და კონკრეტულად კათოლიციზმი, ან პროტესტანტიზმი სხვადასხვა ადგილას. ამიტომ ნახეთ საფრანგეთმა რადიკალურად დაასუსტა საკუთარ ქვეყნის შიგნით ქრისტიანული ელემენტი. მაგრამ და გააჩინა ერთი მხრივ ეს ძლავრი იდეოლოგიური რაღაც ელემენტები და მე უკვე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც პარიზის მოძრაობები დაიწყო, ახალგაზრდული მოძრაობა, ხო, 69 წელი არ იყო ის, როდესაც მაისის გამოსვლები, ხო? ამან შემოიტანა ნახევრად რელიგიური რაღაცა იდენტარიზმის პოლიტიკა, რაც მერე იდენტობის პოლიტიკად ჩამოყალიბდა. სწორედ იქიდან იწყებს ეს ადორნო და სხვადასხვა მოაზროვნე ფრანკფურტის სკოლას, რასაც უწოდებენ და კიდე არა მარტო ფრანკფურტის სკოლა, არამედ ძალიან ბევრი მიმდინარეობა, სწორედ აქედან იწყებს. აი საკუთარ ესე აღორძინებას, ხო, პოლიტიკურ გაფორმებას. და მივიღეთ რომ აი ის იდეოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა
60-იან წლებში მიიღო რელიგიის ხასიათი, მაგრამ ეხლა ნახეთ, როდესაც შენ საზოგადოებას ულტრა ინდივიდუალისტურ საზოგადოებას გარდაქმნი, სადაც მნიშვნელოვანია მხოლოდ პირადი სივრცე და სადაც მნიშვნელოვანია ის სივრცე, ის სიკეთეები საზოგადოებას კი არ გადასცეს. ნახეთ, როგორ იყო მაგალითად არის ესეთი ძალიან მაგარი ფილმი, ყველას ურჩევ ნახოს, შვედური სიყვარულის თეორია, ესე ქვია, დოკუმენტური ფილმია. სადაც ნაჩვენებია მარტოსული ადამიანების მთელი არმია. და სადაც ნაჩვენებია, რომ უკვე იმ ულტრა ინდივიდუალიზმმა მოახდინა საზოგადოების ისე დაყოფა, რომ შეუძლებელია უკვე თანაცხოვრება. ეხლა ვერ იტყვით თქვენ, რომ ესენი ცხოვრობენ ცუდად, მაგრამ ის სოციალური სიკეთეები მათ გადააბარეს სახელმწიფოს. ხდებით? სახელმწიფოს გადააბარეს. აქ მთავარი მომენტი რა არის, რომ თუ კი ადამიანს აღარ ჭირდება საზოგადოება იმისთვის, რომ მან კარად იცხოვროს, თუ კი აღარ ჭირდება შენი მეზობელი, აღარ ჭირდება შენი ნათესავი, რომ კარად იცხოვრო და სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს, სახელმწიფომ აიღო აი ესეთი ფუნქცია, ანუ შენ მექანიზმს გადააბარე და არა საზოგადოებას. აი მაგალითად საზოგადოების სოლიდარობა იყო მაგალითად 90-იან წლებში საქართველოში, როდესაც ნათესავები ერთმანეთს ეხმარებოდნენ რაღაც. ეხლა წარმოიდგინე ეს რომ სახელმწიფოს აიყო. ერთი მხრივ კარგი რაღაცაა, რა თქმა უნდა, სოციალური სახელმწიფო არის კაი რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ სოციალური სახელმწიფო აქვეითებს აი ამ კოლექტიურ საზოგადოებრივ სოლიდარობის ბუნებრივ გამოვლინებას, იმიტომ რომ აზარმაცებს მას და ადამიანებს ტოვებს მხოლოდ ინდივიდუალისტურ მდგომარეობაში. ეს რაც ევროპას დასავლოს მოვიდა. აი შესაბამისად, რადგან სახელმწიფოს ყველაფერი გადააბარეს, რადგან სახელმწიფო, ანუ კარგმა რაღაცამ შექმნა ნეგატიური მოვლენა. სოციალური სახელმწიფო იყო კარგი მოვლენა ევროპისთვის. მაგრამ ამ კარგმა მოვლენამ შექმნა ნეგატიური პროცესი, სადაც საზოგადოების რაღაც ერთიანი სტრუქტურა ნელ-ნელა დაიშალა. და ამის ფონზე, როდესაც ჩდება ძლიერი საემიგრაციო სოლიდარობა და ყველგან ეს პრობლემა აქვს, ამ ინდივიდუალისტურ ევროპელებს აქვს ეს პრობლემა, რომ კი ისინი უფრო მეტნი არიან ვიდრე ემიგრანტები ჯერჯერობით, მაგრამ არ არიან ისე სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, როგორც ემიგრანტები არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. ამას ემატება კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათი რელიგიურობა, მათი სოლიდარობა, ისინი არიან სხვა გარემოში და მათი სოლიდარობა და მათი მზარდი რაღაცა ესეთი ამბიციებს აფორმებს რელიგიური იდენტობა ამ ქვეყნებში. და ეს ემიგრანტები, ამ ემიგრანტებს აქვს სხვადასხვა ნაციონალური საფუძვლები, ხო? ზოგი ალჟირელია, ზოგი, რა ვიცი, ერაყელია, ზოგი სირიელია, ზოგი ესე იგი ეგვიპტელია, ზოგი, მაგრამ ისინი იმაში ევროპაში იძენენ ერთ მნიშვნელოვან გამაერთიანებას, რელიგიის სახით. და ამიტომ, აი ძალიან საინტერესო მოვლენაა, თუ კი მე როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, თუ კი პოლიტიკური ისლამი ვინმე გააძლიერა, ეს იყო დასავლეთი. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, თქვენ რო აიღოთ არაბეთის ისტორია, არაბული სახელმწიფოების ისტორია, ნახავთ, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ეს რადიკალური ისლამური ძალები იყვნენ განდევნილი. სად წავიდნენ ისინი? წავიდნენ ევროპაში. იქ შექმნეს მათ პროპაგანდისტული იარაღს. სადან შემოვიდა ხომეინი, ხო? პარიზიდან შემოვიდა. საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. ეგ ძმები ისინი, რა ქვია, მუსლიმები, ყველა ეს ისლამური ბანკი ჰქონდათ, მე მგონი ბელგიისა თუ საფრანგეთის ტერიტორიაზე შექმნა. არ ვიცოდი, ხო. არ გამიკვირდება რომ ესეც იყოს. ხო და ანუ ევროპას ეს ბუმერანგივით შემოუბრუნდა. ეს რატომ იყო ესე იგი შექმნილი, ეგეც უნდა ვთქვას. ეს სეკულარული ეგვიპტერი ანტიკოლონიალური ლიდერები ჩამოეგდოთ და ქაოსი, მართვადი ქაოსი შეექმნათ. და ეს იყო თავდაპირველად ეს პოლიტიკური ისლამი და ევროპელები აღიქონდნენ, რომ ეს არის ინსტრუმენტი ამ ქვეყნების დასამორჩილებლად და მართვადი ქაოსის შესაქმნელად. და ერთი ხელით ისინი ხელს უწყობდნენ ამას და მეორე ხელით, როდესაც მე რაღაცები, ეგეთ ძალები ხო ყოველთვის კონტროლიდან გადიან. ეს ძალები ხო არა. საბოლოო ჯამში კი. ხო, ნუ ეს გადიან და მეორე მხრივ ამ
საზოგადოების სოლიდარობის დაქვეითებამ, ყველაფრის ამ სიკეთეების გადატანამ სახელმწიფოზე, რაც ცუდი არ არის ერთი შეხედვით. პირიქით, კარგია ეს კეთილდღეობა სწორედ სოციალურმა სახელმწიფო შექმნა, მაგრამ დააქვეითა, ყველა ვიმეორებ, დააქვეითა საზოგადოებრივი სოლიდარობა. უნდა რომ გახადგა და ადგილობრივი მოსახლეობა იმისთვის, რომ ესეთ სოლიდარულ ემიგრანტებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ განსაკუთრებით პოლიტიკურ თვალსაზრისით. კვლავ სახელმწიფო და ეს საზოგადოება თვით ორგანიზაციას კი არ ახდენს, არამედ კვლავ უყურებს სახელმწიფოს, რომელიც არის ლიბერალური თავისი არსით, რომელსაც რელიგია მტრად მიაჩნია, ოღონდ კონკრეტული რელიგია, ქრისტიანობა. აქვს რაღაცა თეორიები და რაღაცა ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს. ეხლა რატომ არის ეგ მნიშვნელოვანი მომენტი? ბიუროკრატია არის ძალიან ბიუროკრატია და ტექნოკრატია თუ რა ფუნქცია რა არის ტექნოკრატიის და ბიუროკრატიის? ძლიერი ბიუროკრატია და ძლიერი ტექნოკრატია რაშია საჭირო? ძლიერი ბიუროკრატია და ძლიერი ტექნოკრატიის ლოგიკა ყოველთვის მიდის ერთამდე. რომ არსებული შეენარჩუნოს რა შეიძლება დიდხანს. მას მისი ბუნებიდან გამომდინარე მას არ უნდა ცვლილება. რადიკალური ცვლილება. ამიტომ როდესაც და რას თავარი მეორე მოსპოს შანსი ისეთი ადამიანის გამოჩენის, როგორიც იყო ნაპოლეონი, როგორიც იყო ესეთი ლიდერები, რომელსაც შეუძლიათ თავდაყირა ამოატრიანო სიტუაცია. თუნდაც გააძლიერონ ევროპა, მაგრამ თავდაყირა ამოატრიანო. ესენი მოსპო. სხვადასხვა ის ლიდერები, რომლებიც აჯანყებული ლიდერების დიდი ნაწილი, გაჩნდა ცოტა არ იყო სუსტ ბიუროკრატიულ და ტექნოკრატიულ სახელმწიფოებში, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე იყო. და რომლებიც სისტემის დაშლის შემდეგ დასუსტდნენ. აი კონკრეტულად საბჭოთა კავშირის დანგრევის და სოციალისტური ბანაკის დანგრევის შემდეგ ეს ტექნოკრატიული ბაზა იყო სუსტი. აქედან გამომდინარე ბიუროკრატიამ ვერ ამოჭამა, ვერ შეჭამა, ვერ გაანადგურა ისეთი ლიდერების გაჩენა და ჩაკარგვა, რომელიც რაღაცა ანტისისტემურ ძალებად ჩამოყალიბდებოდა. ამიტომ აღმოსავლეთ ევროპას თვითონ საზოგადოებაშივე თან ცოტა სხვა სოციალური გამოცდილება ჰქონდა და მე კვლავ ვიმეორებ. ეხლა 90-იანი წლებში ხო იყო ეგ მინუსი საბჭოთა საზოგადოების გამოცდილება, საბჭოთა წარსულის გამოცდილება. მე ეხლა ვამბობ, რომ 2020-იან წლებში საბჭოთა გამოცდილება არის პლუსი. იმიტომ რომ ეს უფრო მეტ იმას ქმნის სოციალურ გამძლეობასა და იმუნიტეტს. ვიდრე ეს აქვთ განვითარებულ ქვეყნებს. უფრო მეტ დიდი იმუნიტეტს. და არავინ არ ეთქვას, რომ თუნდაც ბრძოლასთან ომთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ისევე იბრძოლებდნენ ევროპელები, როგორც უკრაინელებმა იბრძოლეს. თუ იბრძოლებდნენ ისევ ეს სოციალისტური ბანაკის საზოგადოებები, ხო? ესეა ზუსტად. იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ეს სოციალური ინსტინქტები. აი საქართველოში ეგ იკარგება, ჩვენ ძალიან სწრაფად გავდივართ აი ამ სუპერინდივიდუალიზაციის პროცესს, სადაც საზოგადოება ფეხებზე ვკიდია და სადაც ეს პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და ეს ყველგან ჩანს. აი ჩვენი საზოგადოების გარდაქმნის პროცესში ჩანს. ნუ ის მომენტი რომ გაყრები უფრო მეტია ვიდრე ქორწინებები. ნუ აღარ უნდა ადამიანს რა ზედმეტი პასუხისგებლობის აღება რა. იცხოვროს ერთი ცხოვრება და ისას თავისთვის ეგოისტური მომენტი. ანუ აღარ არის ამ ეგოისტური მომენტი საპირწონე რაღაცა ელემენტი. ქრება უფრო სწორედ. ენელა. და მე მგონია ყველგან სადაც ესეთი მოდელი ვრცელდება, იქ ყველგან კრიზისია. რა ვიცი, დემოგრაფიული პრობლემები აქვს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ევროპიდან დაწყებული კორეა და იაპონია, იქ მათაც დემოგრაფიული პრობლემები აქვს. ჩინეთსაც ხათაშორის მე არ მეგონა. ჩინეთსაც დემოგრაფიული, ნუ ჩინეთში ხელოვნური პროცესების ბრალია თავის დროზე, როდესაც ერთი შვილი პროგრამა რო ქონდათ, ხო? ხო, ეს მაგის ბრალია, მაგრამ მეორე მხრივ ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს, ეგ დავწერე კიდევაც არის ისრაელი, ებრაელები. იმიტომ რომ დიასპორული მოწყობის ერია. დიასპორული და თან არა სახელმწიფო იმას აკეთებს.
ეხმარება. აი მაგალითად 40 წლის შემდეგ ქალებს ოპერაციაზე უფასოს უკეთებს, განაყოფიერების ოპერაციას სახელმწიფო აკეთებს და ანუ რადგან ძირითადად განვითარებულ ქვეყნების პრობლემა რა არის, რომ ლოგიკა კარნახობს განვითარებულ ქვეყნებში, რომ ჯერ კარიერას უნდა მიხედო და მეორე უკვე პირადი ცხოვრება სააწყო. არადა იმისთვის რომ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, საჭიროა, მოდი ესე ვთქვათ, უფრო პროცენტულად 20-დან 30 წლამდე ასაკში უნდა გააჩინოს შვილი. ჩასახული და ასე შემდეგ. 40-ის შემდეგ სხვადასხვა დაავადებებისა და სხვადასხვა ისეთი პრობლემების და უშვილობის პრობლემები უფრო და უფრო იზრდება. ძალიან დიდი რისკია, კი ბატონო. რისკის ფაქტორია. და ეგ რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრობლემა არის. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. რომ ესე იგი ეს იმუნიტეტი, სოციალური იმუნიტეტის დაქვეითება და ეს კოლონიალურმა სისტემამ დაუბრუნდა საბოლოო ჯამში ევროპას ცუდად. ამიტომ გაჩნდა მნიშვნელოვანი პროექტი, მომხიბვლელი პროექტია რაღაც ხრივ. შენ ხარ ევროპელი ვიღაცა და ხედავ რომ იქ რომ ვიღაცა რო გცემოს, არავინ არ დაგეხმარება. ჩვენ რამდენი ბულინგის ისვა გვაქვს, ვიდეოები გვაქვს რა ნახე, ხო? იგი ხედავ რომ შენაერები არ გეხმარებიან. მე მაგის მოსწრე მე თვითონ ვარ აქ ნიუ-იორკში, როცა BLM-ის დროს შავები და შავებთან ასოცირებულები როგორ ურტყავდნენ ქალებს, ბავშვებს და ასე შემდეგ და სხვა დანარჩენი გარდა იმისა, რომ ცდილობდა პოლიციაში დაერეკა, რასაც აკეთებდნენ, იყო ტელეფონზე გადაღება, რომ მე ხო, ანუ იმდენად იმპოტენტი გახდა საზოგადოება და იმდენად მიანდო ეს ძალაუფლების ელემენტი სახელმწიფოს გარეშე პრაქტიკულად არ შეუძლია, ესე ვთქვათ, ანუ ძალაუფლების საკუთარ თავზე აღება არ შეუძლია. ეს ფილმი მაგიტომ არის ესეთი მომხიბვლელი, რომ ზუსტად ეს ფილმი ამიტომაა ეს მომხიბვლელი. და იმიტომაც დაინახეს საშიშროება და იმიტომაც ბლოკავენ, მაგრამ მაინც ვერ ბლოკავენ საბოლოო ჯამში. რომ აი იქ თავარი გმირი იღებს საკუთარ თავზე სამართალს, იარაღს და იღებს იმას და ართმევს პოლიციას ამის პრივილეგიას. პრინციპში პოლიციასაც კი უპირისპირდება. პოლიციასთან დაპირისპირება არის და კლავს პოლიციელებს. თან არანაირი ალეგორია არ არის, ღია ტექსტით ეუბნებს, იშვიათი რამეა კინემატოგრაფიაში, რომ ღია ტექსტით ამბობს, რატო აკეთებს ამას ყველაფერს. ანუ ფაქტობრივად გზავნილია. ხო. მაგას სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მემარჯვენე მანიფესტაცია. არამს და არამს, კი ბატონო. აი ტიპიური სოციოპათია თუ ნახე ეს თავარი გმირი, ხო? არა, რას ვამბობ, იცი? აი რა ვიყოთ, აი ორი ფილმი რო შევადაროთ. ერთი ეს და მეორე რუსული ფილმი ბრატი, ძმა. ხო. იქ ჩანს, რომ აი ეს დაპირისპირება. აი იქ ბრატორშიც ხო? არის სუბთა რასობრივი ელემენტზე, იქ რუსი არის პრიორიტეტული, ხო? და გავიხსენოთ იქ მეორე ნაწილშიც არის მეძავი რუსი ქალი ამერიკაში, რომელსაც იხსნის. ეს. ეხლა აქ როგორ ხდება? აქაც არის ეს მეძავის სხვათა შორის ელემენტი და ვის ირჩევს ეს ადამიანი, ვის ირჩევს? ლათინოსი ირჩევს, გახსოვს ეს მომენტი. ანუ მისთვის მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ ის ძველი ლიბერალური ღირებულებები იყოს დომინანტური. ჯერ ეს ერთი ამერიკელი, რომელიც ხორვატიაში ჩადის და იქ ემიგრანტებს ებრძვის, რა ლოგიკა არის, ვინმე ამიხსნას. ანუ რატომ ებრძვის ამერიკაში ებრძოლე ემიგრანტებს თუ ძალიან არ მოგწონს, მაგრამ რაღა იმაში ებრძვი ხორვატიაში. კაი, ეს ერთი მომენტი. მეორე, იქ დიალოგის ლაპარაკის, დიალოგშიც კი ჩანს, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ეგენი შავკანიანები ან მუქკანიანები არიან. არამედ იმაში არის, რომ მათი ღირებულება არის ძალიან არქაული და რელიგიური. აი, მათ არ მოწოთ ეს მომენტი. ეხლა თავი პრობლემა რა არის, იცით? აი ამერიკაშიც ავიღებ. ბერნი სანდერსი, რომელიც ირთულება მემარცხენეთ და რეიგანი, რომელიც არის მემარჯვენე, ხო? ბერნი სანდერსი ამბობდა არის ემიგრანტების წინააღმდეგი. იმ ლოგიკით, რომ ადგილობრივი მუშახელი დაიცვას. და არის მემარცხენე. იმ დროს, როდესაც მემარჯვენე რეიგანი ხელს უწყობდა ემიგრანტებს იმისთვის, რომ იაფი მუშახელი ყოლოდა ამერიკას. ეხლა აქაც კი, ანუ ეს იდეოლოგიური ელემენტი როგორ სხვანაირ ფერს იღებს ზოგადად აი ამ
კაპიტალისტურ სტრუქტურაში, აი ძალიან კარგად ჩანს. რომ ეს არ არის კლასიკური მემარჯვენე ნარატივი მაგის თქმით. ჩვენ ინსტინქტურად ჩვენ რაღაც სიმბოლოებით ვხედავთ, რომ აი რადგან ანტისაიმიგრაციო, ესე იგი ეს უნდა იყოს მემარჯვენე. არ არის ეს მეგობრებო. ამიტომაც არის ამ ევროპული მემარჯვენე და ამერიკული მემარჯვენეობის პრობლემა, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში ესენი არიან 20 წლის, 30 წლის წინანდელი ლიბერალები. რომლებიც დღეს ითვლებიან მემარჯვენეებად. ესენი არ არიან ახალი ლიბერალები, მაგრამ ესენი არიან 30 წლის ლიბერალები, რომელსაც აღარ მოწუთ ეს კონტექსტი. და ისინი ვერ ხედავენ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომ ეს პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დასავლეთში, შექმნა იმ 30 წლის წინანდელმა ლიბერალურმა პოლიტიკამ. ანუ ისინი იმას უბრუნდებიან, რამაც შექმნა ეს პრობლემა. ისინი ვერ ხედავენ გამოსავალს. მე გეტყვი ჩემებურად, ჩემი თვალსაზრისით, გამოსავალის ერთ-ერთი ელემენტი რა არის. აგერ ევროპაში სიცხეებია, საუბარი იყო ის, რომ სახარა დიდდება, იმის გარეშე, რომ არ მოაწესრიგო შენ და ქაოსში ამყოფო ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ასე შემდეგ, შენ ამ საიმიგრაციო პოლიტიკას ვერ მოაგონებ. თუ კი ევროპა მეორე მსოფლიო ომის დროს იმით გადარჩა, რომ არსებობდა მთელი რიგი დახმარებები, ხო? ამერიკული დახმარება იყო და სხვა დახმარებები იყო მნიშვნელოვანი, რომელმაც კვლავ აღადგინა ევროპა. რატომ გონიათ, რომ ახლო აღმოსავლეთის ეს პრობლემა მოგვარდება თავისით? არ მოგვარდება. ეს ემიგრანტი კლასიკური ვარიანტია აბსოლუტურად კაცობრიობის ისტორიაში მრავალჯერ გამეორდა და ეს გამეორდება, როდესაც აი გავიხსენოთ ბრინჯაოს ხანის კრიზისი. დიდარი სახელმწიფოები, ბაბილონი, ხეთები, ეგვიპტელები შემოიციან ვინ? შემოიციან ზღვის ხალხები. ზღვის ხალხები ვინ იყვნენ? კაციშვილმა არ იცის. სხვა თეორია არსებობს, მაგრამ რატო შემოიციან? იმიტომ რომ არსებობს გეოლოგიური მომენტი, რომ მოსავალი არ იყო. შიერის საზოგადოება შემოიცია ცივილიზებულ სამყაროს და გაანადგურა. მეორე მოვლენა. რომის იმპერიის დაცემა. ვინ შეესია? ბარბაროსი ტომები, რომლებიც საერთოდ რატო შეესია? რატო მოხდა ხალხთა დიდი გასახლება? დაიწყო მცირე გამყინვარების პერიოდი, როდესაც ჭარბი მოსახლეობა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში ვეღარ ყვებავდა ის მიწა რა მიწაში ისინი ცხოვრობდნენ. ანუ ესე იგი მარტივად ვთქვათ, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა მაშინ, ხო? თვითგადარჩენის ინსტინქტია. და ამის წინააღმდეგ ცივილიზებულ ადამიანებს არ აქვთ უნარი უკვე რომ ისე რა გავწინააღმდეგო. არ აქვთ უნარი. არ აქვთ უნარი. ძალიან კარგად ჩანს რომ ხანგრძლივი კეთილდღეობა, დათრგუნვა, ცივილიზაცია თრგუნავს აი ამ აგრესიას, ამ რაღაცა მილიტარისტულ ჟინს, ამ საზოგადოებრივ სოლიდარობას. როდესაც იმიტომ რომ კეთილდღეობის დონე და ტექნოლოგიები იმდენად ვითარდება, რომ შენ აღარ გჭირდება სხვა. აღარ არის შენ ცხოვრების გამოცდილება უკვე. აი მაყურებელს ვეუბნები, თქვენი შვილები აიღეთ. აი ეხლა შვილები, რომლებიც სადღაც აი 15 წლამდე არიან, აიღეთ მათი სოციალური ურთიერთობები. რამდენად არიან ისინი მართლა შეკრულები. რაღაც გაჯეტზე რაღაც გაერთობიან, კი ბატონო, რაღაცა, მაგრამ რეალურ გამოწვევების დროს ისინი ერთად იქნებიან თუ არა. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება არ აქვთ. 90-იან წლის ბავშვებს ეს გამოცდილება ჰქონდა მეტნაკლებად. იმიტომ რომ იქ რაღაცა უბანზე იყო და რაღაცა სოციალური ვალდებულების ის იყო, რომ რომც არ დომოდა, როცა არ ყოფილიყავ შინაგანად. სოლიდარული შენ არ შეგილო, ესე იგი ვერზე გამგარიყავი, არ გამოდიოდა ბატონო. ხო და ეხლა ეგრე აღარ არის. ეხლა თქვენ იმდენად დაიცავით თქვენი შვილები, იმდენად იმხელა კეთილდღეობა შეუქმენით. ჩვეულებრივი კი, ბევრი სოციალური პრობლემა, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, იმხელა სიკეთეები და ისეთი რაღაცები შეუქმენით, რომ ეს ბავშვები არ არიან უკვე ძირითადი ინსტინქტების გარეშე დარჩენ ფაქტობრივად.
ეგ შეიძლება ინდივიდუალურად გადარჩებიან კაცო და აქვთ რაღაცა უნარები. რომ ინდივიდუალურად გადარჩენ. ყველას არა, მაგრამ ინდივიდუალურად ხო? ხო, ვიღაცებს ექნებათ ეგ რა თქმა უნდა. ყოველობრივია, მაგრამ გენეტიკაც არის ხო ყველაფერთან. მაგრამ სოციალური სოლიდარობის დეგრადაცია გამოიწვიეთ ამით. ია ბატონო. ქართული ბავშვი მე მგონი არა მარტო ქართული, არამედ ზოგადად განვითარებული ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვი ეს არის ჰიპერზრუნველობაში მყოფი არსება. ჰიპერზრუნველობაში მყოფი არსება იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს სოციალური კომუნიკაციის უნარები, დიდი სოლიდარობა და ეს ჯოგური ინსტინქტი რა. აი რა უნდა უკრას ესეთ ადამიანს? რა უნდა უკრას? ხო და აქედან გამომდინარე, ახლა ისლამი რა არის? ორი მიგნებაა, ზუსტად განმარტე. ახლა რა ამოძრავებთ ემიგრანტებს და რა დღეში არიან ესე ვთქვათ აბორიგენი მოსახლეობა. ახლა რატომ არის დასავლეთში იდეოლოგიის პრობლემა? კლავი მეორე ბეგენი არიან ბრმები, იმ გაგებით რომ ადრე მაგალითად აი კომუნიზმი ავიღოთ რა. კომუნიზმი ვის მოწონდა? კომუნიზმი მოწონდა ადამიანს, რომელმაც მართლა ნახა ეს სამეფო ხელისუფლების ზეწოლა, წავიდა სიცოცხლე გადადო ტიპმა. პირველი რევოლუციონერები ისეთები იყვნენ, რომ რაღაცა ყაჩაღობდნენ და იცოდნენ, რომ შეიძლება მოკვდარიყვნენ. ესენი არ იყვნენ რაღაცა ისეთი. იდეის გულისთვის, ხო? ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში ეს კომუნიზმი იმ ხელა სიკეთე უნდა მოიტანა, ახალი სამყარო უნდა შეექმნა. ამ სამყაროში ბრძოლა უღირდათ. ეხლა აი თანამედროვე ადამიანს რისთვის უღირს ბრძოლა? ის ისედაც არის უკვე აი ამ რაღაცა იმაში გახვეული, კეთილდღეობაში გახვეული და ან მას განაცხოვრებისეული რაღაცა ვალდებულებები ან პირობები აქვს, რომ ან ესე უნდა იყოს, ან შეიძლება რაღაც კაპრიზები ქონდეს. ბევრი კაპრიზი აქვს თანამედროვე ადამიანს. მაგრამ ამ კაპრიზის გამო არავინ არ დათმობს სიცოცხლეს. მაგრამ თუ ეს ისე მოხერხდა, რომ ესე იგი რეალიზება მოახდე, კი ბატონო მოახდეთ, მაგრამ ამის გამო არა ეს ადამიანი წამსვლელი, რომ ვიღაცა გაანადგუროს, ვიღაცას ის გააკეთოს, კი, შეიძლება ის გააკეთოს, რა ქვია. იბრძოლოს ან ინდივიდუალური რაღაცა გამოხატოს, მაგრამ სოციუმი აღარ არის უკვე ამისთვის მზად. მათ უნდა რომ აი ისე როგორც ეხლა არის, დაახლოებით ეგრე იყოს. დაახლოებით ეგრე იყოს. ეხლა ის ადამიანი, რომელიც ჩავიდა საფრანგეთში ან რა ვიცი, ამერიკაში ან სადღაც ერაყიდან, სადაც ომს გამოექცა. ეს არის ფსიქოლოგიურად მგელი, რომელიც ცხვრის ფარაში აღმოჩნდა უცბად. რომელსაც შეუძლია გადაგაბიჯოს და ყველაფერის მიაღწიოს. და ეს მისთვის პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ მან ისეთები ნახა, რომ იმასთან შედარებით, რასაც ეს აკეთებს ამ ცივილიზებულ სამყაროში, არაფერი არ არის. მან ნახა დეჰუმანიზაციის დიდი ელემენტი. ამიტომ მასში ეს ჰუმანიზმის ელემენტი დაკავშირებულია სხვანაირად ახმული, სხვანაირად. დანაშაულის გზნობაც არ აქვს, რომ რამე ცუდს შადის. თან პირიქით მისი რადიკალური რელიგიაც, ეუბნება, რომ ეს შენ როგორიც ხარ, ესეთი არის სწორად ყოფნა. ხო, ისინი რომლებიც სადაც შენ ჩახვედი, ესეც ხო ხედავ, როგორი ესე იგი სულიერი იმპოტენტები არიან. არაფრის თავი არ აქვს, საკუთარი ქალების დაცვა არ შეუძლია. და იმას უნდა მიბაძო? შენ იმას უნდა მიბაძო, რა თქმა უნდა, არა. და თან კიდე, რა თქმა უნდა, უჩნდებათ ეს ესე რა დაუსჯელობის სინდრომი, რა თქმა უნდა. არა, ადამიანი, რომელიც იმ ომს და უბედურებას გაექცა და მისთვის მაქსიმალურად დასჯის ელემენტი არის რაღაც ევროპული ციხე, რომელიც არის იმასთან შედარებით, სადაც ის იყო 64. მოდი რა ისე ნუიტყვიან, რომ ეს არის რაღაცა ამაზე არ წავა ეს ადამიანი არ გააკეთებს. დაუსჯელობის ელემენტი. და მით უმეტეს რომ როდესაც რაღაცა დეგენერატული ჯგუფები არსებობენ, რომელიც მის ყველა დანაშაულს რაღაცნაირად გაამართლებს. ამართლებენ, ხო, ეგ ცალკე უბედურება. ყველა შენ შეგიძლია ანუ პრობლემა იცით რა არის, თუნდაც ახლა ჩვენ დავიწყოთ იმ რუს ქალზე საუბარი, ხო? პრობლემა ის კი არ არის, რა ქვია. თვითონ რაღაცა ინდივიდუალური შემთხვევა, მილიონი ინდივიდუალური შემთხვევა არის. თავარი არის ესე იგი მორალური ელემენტი არ შეიძლება არსებობდეს შერჩევით რა. მაშინ ეს არ არის მორალი. მაშინ ეს ნიშნავს რომ აგჯერა ამ მორალის. მაშინ ეს ნიშნავს რომ შენ სიამოვნებაში ქალის ძალადობა
რომ ტაბუ უნდა ედოს, არ გჯერა ამის რა. სიამოვნებაში მაგას ნიშნავს. ეს რომ მართლა ტაბუ ყოფილიყო ერთი სახის რეაქცია იქნებოდა. კი ბატონო. ის ქალები, ვისაც არ მოწონს როგორ მოიქცნენ, ამაზე არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობდა. თუ მართლა ესე მოიქცნენ, თუ მართლა რაღაცა, ექსტრადიცია გავშვი საქართველოსთან. თუ მაინც და მაინც ესე არის რა, მაგრამ შენ რომ ამართლებ ამ ძალადობას, ესე იგი ეს არაა უნივერსალური მორალის ნაწილი და ყველას გვესმის. ანუ ეს არის სპექტაკლის საზოგადოება. ჩვენ ვართ სპექტაკლის საზოგადოება, რასაც ანუ ჩვენი ნათქვამი ვითომ ღირებულებები და რეალური ღირებულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. და ყველამ ვიცით თან. მოდი თამაშობთ, რომ ვითომ არ ვიცით ეს. ევროპაშიც იგივეა. აი ახლა ის და რატომ ჩას ამ შემთხვევაში ისლამი უფრო მომხიბვლელი? იმიტომ რომ ისლამი არ თამაშობს. ისლამი გეუბნება აი არის კაფირი, ურწმუნო. და შენ საბოლოო ამოცანაა რომ ეს დაამარცხო რა. განადგურო, ან ხო რაც მისი შვილები მონება წაიყვანო, ქალები მონება წაიყვანო. ანუ ამ სპექტაკლს აქვს ფარისევლობის დიდი ელემენტი. ამის ფონზე ისლამი ჩანს როგორც რაღაცა არაფარისევლური ელემენტი. მე რა რომ არაა ჰუმანური ამ გაგებით. ანუ არაა ფარისევლური. არ იტყუება, იცი? რას არის დეკლარირებასაც აკეთებს ფაქტობრივად იმას მიყვებიან ისლამისტები რა, მაჰმადიანები, მოდი ესე ვთქვათ. იმ გარემოში, იმ სივრცეში. ხო და აი აქ მაგიტომაც არის მომხიბვლელობა გაზრდილი. არა იმიტომ რომ ის ჰუმანურია. არა შეუძლებელია რომ ეს ისლამი იყოს ქრისტიანობაზე უფრო ჰუმანური. ხო. იმის მიუხედავად რომ ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ რაღაცა ისტორიაზე, რა ქრისტიანებსაც არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ქრისტიანობის მორალი და ისლამის მორალი ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. ძალიან განსხვავებულია. ამიტომ ჩას ყველაფრის ფონზე ისლამი. თან ისლამში მე მგონი ისლამურ საზოგადოებაში როცა შედის ახალგაზრდა, რომელსაც აქ განცდა რომ დედა დაუჩაგრეს და იქ შედის და იქ დაცვას ცნობს, ხდები? და იქ მის აქციელს რევანშის ამართლებენ. და დამთავრდა რა. პირველი ბუნებრივი ინსტინქტებით იწყება, მეტი ხდება ვიდრე არის. ის ხდება ალაჰის იარაღი. ის ხდება ის ხდება, ანუ მას აქვს უფრო ზეიდია აქვს, მას აქვს უფრო მეტი სულიერი მისია. რა მისია აქვს მაგ აი ჩვენ შვილებს რა მისია აქვს? ისე აი ობიექტურად რო ავიღოთ, რა მისია აქვს? უფრო მეტი მოიხმარონ, უფრო კაი სახლში იცხოვრონ, უფრო კაი სამსახური ქონდეთ. და მაგაზე ტიპიური მომხმარებელი საზოგადოებაა. ხო, შეიძლება მომხმარებელი საზოგადოებაა. და რა შეიძლება ესე იგი დაცულად იყვნენ, აი ესა რა, დაცულობის კულტი რაღაც. არა მე ცუდი კი არა არის ამ არა რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ძალიან დიდი ნაწილი ყავს ჩვენი სისხლი და ხორცი მაჰმადიანი განსაკუთრებით აჭარაში და ზედა გურიაში, მაგრამ ახლა ჩვენ ხო ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოვლენაზე, რატო ხდება ევროპაში ის რაც არ უნდა მოხდეს, აი ეს არის. მე ერთ რამეს ვიტყვი რომ სიამდვილეში მომხიბვლელობას ქმნის არა ჰუმანურობა, არამედ ძალა. რამდენად ხედავს რომ ეს არის ძლიერი. ხა მოდი გულახდილად ვთქვათ, ყველა ქრისტიანული მაგალითი ბოლო პერიოდში ეს ისევ იმ ხალხიდან მოდის, რომლებიც ანუ ისლამურ საზოგადოებებში ცხოვრობენ. ხო? ანუ ქრისტიანი მოწამეები, ეგვიპტელი და ისინი რომ აწამეს აისისმა. ანუ ნახეთ ფრანგი რაღაც ქრისტიანი ავტორიტეტი შეიძლება კათოლიკე იყოს, მაგრამ მაინც ავტორიტეტი. რა ვიცი, შეიძლება ვიღაცა ინტელექტუალი იყოს, მაგრამ ქრისტიანობა ინტელექტუალების გარდა არის კიდე მოწამეობრივი კულტურის ნაწილი. შენ რომ მარტო ინტელექტუალები ხავს, არ გამოდის რა დაპირისპირება ეგეთ რელიგიასთან. არ გამოდის. ხო. და ხო, დასრულდა. ამიტომ მე ხა ის ადამიანი ხედავს რომ აგერ არ არიან ისინი ჩემი თანამემამულეები რეალურად არ წამთ ეს ისე საკუთარი ისინი ღირებულებები არ წამთ, თამაშობენ რაღაც სისულელეებს. ყველა კარგად ესმის რომ ის ღირებულებები, რა ღირებულებებს ეს ევროკავშირი მაგ ისე რა ქვია, გვაიზულებს
ორგანული და ბუნებრივი არაა, მაგრამ ემორჩილები, იმიტომ რომ კეთილდღეობის შენარჩუნება მინდა. მორჩა რა, და ხო და ეს როგორი მომენტია, იცი რომ აი ეს სულიერი ავტონომიურობის იდეა, აი მან ყოველთვის ვარ გაურებული. აი რაში ვარ გაურებული. ერთი მხრივ არ მემარცხენე. იმ გაგებით რომ სოციალური სახელმწიფო მიმაჩნია კეთილდღეობის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე კარგი მომენტად. მაგრამ მეორე მხრივ მე ხა ევროპული მემარცხენე მოძრაობებს როდესაც უყურებ, ხედავ რომ სულიერი კასტრაციის ელემენტია. რომ ისინი ვეღარ იღებენ საკუთარ თავზე ისეთ პასუხისმგებლობას, ადამიანმა ადამიანს უნდა შეეძლოს კრიტიკულ მომენტში აიღოს ძალაუფლება საკუთარ ხელში. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხედავს უსამართლობას. და არ უნდა შეეგუოს ამ უსამართლობას კეთილდღეობის ხარჯზე. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არ მოიტანოს ამან კეთილდღეობა, აი ეს კულტურა, რასაც ქვია ოჯახის ავტონომიურობის კულტურა და სხვა ესეთი კულტურები, მიმაჩნია, რომ არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ის კეთილდღეობა, რაც სოციალურ სახელმწიფოს მოაქვს. ანუ მიმაჩნია, რომ კი შეიძლება შვედეთში მე ინდივიდუალურად უფრო დაცული ვიყო, რაღაცები მქონდეს, მაგრამ ის რომ სახელმწიფოდან რომ მოვა ოჯახში და რაღაც არ მოეწონება, ჩემს შვილს დეპრესია რომ მქონდეს და რაღაცა და ამიტომ შვილს რომ წამართმევენ, ამაზე ფილმებია გადაღებული სხვათა შორის. უამრავი და დოკუმენტური ფილმები და არა მარტო ხატრული ფილმებიცაა გადაღებული. სკანდინავიაში და ბალტიისპირეთში დაიწყეს ეგ პოლიტიკა. ხო და ეს რო არის და შენ ეგუები ამას, ხო? რა ვიცი მაშინ რა სულიერი იმპოტენტი ხარ. ანუ მაშინ რატომ მოხვედი? მისი არა ელემენტარული. და თან რო ითვლება რომ ბავშვი ეკუთვნის სახელმწიფოს და არა ოჯახს. ეგ ეხლა ამის აბსოლუტური წინააღმდეგია რა. ეგ არის რობოტები ხო არა ვართ. ის რაღაცა ხო გვაქვს ეს თუნდაც პიროყოფილი დაარქვი, მაგრამ პიროყოფილია ეგ შობლის ინსტინქტი რა. ეგა პიროყოფილი ინსტინქტი, რაც ადამიანი გაჩნდა შობლის ინსტინქტი, ეს არის შეიძლება ქორწინება საერთოდ არ ყოფილიყო ეგეთი ინსტიტუტი, მაგრამ ის რომ შენი შვილის გამო რაღაც თავს შეწირავდი, ეს ინსტინქტი იყო. ოჯახის თემის ინსტინქტი მოძებს ადამიანს დაარსებიდან. ხო, კი ბატონო, ეს ოჯახმა თვითონ ოჯახის ინსტიტუტმა ბევრჯერში განიცადა ცვლილება სხვა ეპოქაში, მაგრამ ანუ შვილთან მიმართებაში ყოველთვის იყო შეთანხმება, რომ ეგ შვილი არის შენია შვილი. და შესაბამისად ისა რა ქვია, მისი წართმევა არ შეიძლება. და მე ხედავ ამაში აი ბევრი მას აქვს აღწერილი ეს მომენტი, რომ აი მატრილოკალური, ანუ სახელმწიფოს უყურებ როგორც დიდედას. რომ და ჩვენ ვართ როგორც ბავშვები, ინფანტილური, ისინი ამ სახელმწიფოს უნდა გამოყვებოს, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. კი, დიდედის არქეტიპის მთავარი პრობლემა რა არის? ის ერთი ხელით გივლის და მეორე ხელით შენ თავისუფლებას გართმევს. ერთი ხელით ორსახოვანია დიდედა. ერთი ხელით შენ იმას გიკეთებს, რა ქვია, უსაფრთხოებას გაძლევს და მეორე ხელით რეალიზების და იმის საშუალებას არ გაძლევს, რაღაცა იმაში გამყოფებს. ეგ რეალური დედაცაც ხშირ შემთხვევაში ჩვევია ეგეთი მომენტი, ხო? თუმცა ეგ მე ახლა არქეტიპზე ვილაპარაკე და არა რეალურ დედას. სახელმწიფოს როგორც როდესაც ესე უყურებ და საბოლოო ჯამში ეს მემარცხენე პრინციპი ესე მიდის, რომ სახელმწიფო უნდა ექცეს დიდ დედად, ეს ქმნის გარკვეულწილად რაღაც მნიშვნელოვან კეთილდღეობებს, უეჭველად მნიშვნელოვან კეთილდღეობებს, მაგრამ იმპოტენტ საზოგადოებას. სულიერად იმპოტენტ საზოგადოებას. ნუკრი, როგორ ფიქრობ, აი სანამ ანტისემიტიზმზე გადავალთ, ისევ აი ამ სოციუმში, რაზეც ახლა შენ ისაუბრე. რაც უფრო დრო გადის, ეს პროცესი ხო შეუქცევადი ხდება და როგორ ფიქრობ? რა შეიძლება რომ მოხდეს? ანუ რა ელის ზოგადად ჩვენ წარმოდგენაში, ანუ აი ჩვენს მიერ დაანახულ ევროპულ საზოგადოებას. მეც რა არის? შეიძლება რთული კითხვაა და თუ გინდა შემდეგიც გადადოთ, მაგრამ არა, მე მაგ ორიგინალური პასუხი არ მაქვს. თუმცა არის ფრანგი მოაზროვნეები, სახელი დამავიწყდა ახლა ეს სტატია წავიკითხე რამოდენიმე თვის წინ და უნდა გავიხსენო, მაგრამ შინაარს ვიტყვი რა, არქაოფუტურიზმი ქვია. ის ამბობს, რომ დასავლური ცივილიზაცია შემორჩენილია
და იმისთვის რომ კვლავ აღვადგინოთ ეგ სიტუაცია, მოდი ჩვენ თემებით, შერჩევითი ტექნოლოგიებით, თემებმა გადავიდეთ მეგაპოლისებიდან სხვა საცხოვრებლად. როდესაც რეალური კრიზისი მოხდება და მეგაპოლისში აუცილებლად მოხდება კრიზისი, იმიტომ რომ იქ ემიგრანტები ხელში ჩაიგდებენ ამას და პოლიტიკური ისლამი აუცილებლად მოვა. ერთადერთი დასაყრდენი იქნება ეს ეგეთი თემები და ამ თემების შიდა სოლიდარობა, რომლებიც თავდაპირველად სახელმწიფო ამების წინამძღოლად წავა, მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა აღვადგინოთ ეგ ინდივიდუალიზმის კულტურას უნდა დავშორდეთ და ჩვენ კვლავ უნდა აღვადგინოთ აი ეგ საზოგადოებრივი სოლიდარობა და ერთმანეთზე ვიყოთ დამოკიდებული. მექანიზმი კი არ გადავსვათ სახელმწიფოს, არამედ ერთმანეთზე ვიყოთ დამოკიდებული. ეხლა არის ამაში ლოგიკა. იმიტომ რომ მოდი ესე ავიღოთ, რაც უფრო იზრდება თბილისი, მით უფრო ცოტა ადამიანი ჩდება თბილისში. ყოველთვის რეგიონები იყო უფრო დემოგრაფიული ძალა. იმისთვის და მეტიც, ეხლა მეორე პრობლემაა, რეგიონები რო ავიღოთ. რეგიონების თავი პრობლემა რა არის? რეგიონში მცხოვრები ადამიანების. სიახლისკენ აბსოლუტურად ესე იგი უნარობა სიახლისადმი რა. მაგალითის ვამბობ, აი ქართული გლეხის პრობლემა რა არის? ქართული გლეხის პრობლემა არის ის, რომ ის ისევე როგორც მამა-პაპამ როგორც დააბარა და ახალ ტექნოლოგიებს შეერთ არ ეყოს და აი საქართველოს მაგალითზე რო ავიღოთ, თბილისიდან ან ურბანულ სივრციდან ჩასული ადამიანი, დაბრუნებული ადამიანი სხვა რეგიონებში უკეთეს აუწყეს სოფლის მეურნეობა ვიდრე გლეხებს, იქაურ გლეხებს. ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ უკან დაბრუნდეთ არა როგორც ავთენტურად, არამედ როგორც უკვე იმ ცოდნებით და შერჩეული ცოდნებით რეგიონში, რომ იქ შექმნა ჩვენი ავტონომიური სივრცე. და მეგაპოლისები უკვე დაკარგული არის. მე საბოლოო ჯამში სიმართლე გითხრა ხარ თბილისის განაშენიანებას როგორც უყურებ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მგონია რომ თბილისი ჩვენ გვიან გველის ეს ქართულების ამარა. საბოლოო ჯამში თბილისსაც იგივე ბედი ეწევა, რაც დიდ ქალაქებს ეწივეთ. ამიტომ კлау ჩვენ ვართ ამის საწყიზე, ისინი არიან დასასრულ ეტაპზე. ჩვენ ვართ ამის საწყის ეტაპზე. ხოცა შორის აი ამის დასტურად რაც შენ თქვი, რომ ანუ ქალაქელი გადის, აქ ორი მომენტია გამქალაქელს. თვითგადარჩენის ინსტინქტი და აქ ინტელექტუალური რესურსი გადაფინანსურისა და იქ სადაც ჩადის თავის გადარჩენის მიზნით გარემოსკვნის, რაც ბუნებრივად იწვევს დასაქმების პირობებს, კლიმატის გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. ანუ თანხლები პროცესია და ამის მაგალითი ახლა მე აქ 10 წელზე მეტი ვარ, იმდენი მესმის, რომ ჩემი ახლობელი და ასე შემდეგ თბილისიდან გადაბარგებულა. ჯერ თბილისის შემოგარენში და მე კარგა გვარიანად გასტანილა თბილისს და საკმაოდ წარმატებული ფერმერები არიან და სახლები, კარები და რა ვიცი, უამრავი დასაქმებული ყავ და ასე შემდეგ და როგორც ჩანს ახლა ამის პროგრამა ხო არავის არ გამოუცხადებია, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანში ზის ეს რა, თვითგადარჩენის. მე ყოველთვის ვამბობ, აი ძველი თბილისელები რასაც ერქვა რა. საბოლოოდ ალბათ ესენი იქნებიან ახალ შენების ერთ-ერთი კოლონისტები რა, პირველი კოლონისტები. შიდა კოლონიზაცია ხო არსებობს? ხო და სწორედ ისინი იქნებიან ის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნების. არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც. ხო, ეს მოდელი ყველგან იმუშავებს, ხო, ბუნებრივია. რუსეთშიც ეგრე არის, აი ბევრი თემი არის რაღაც. ანუ თავი არის ის რა, შიმშილი გაგვიჩნდა თემში ყოფნის. აი ჩვენი სოციუმი გჭირდება რა. და ეს უკვე ესეთი მეგაპოლისური სისტემა, რაც გარეთ არის, მეგაპოლისური ლოგიკით რა, გვიდავს. ხო და ანუ არქაოფუტურიზმი რას ნიშნავს? შენ შერჩევით მიდიხარ ტექნოლოგიით. ყველაფერი კი არ შემოგვა. ნაგავი დატოვი აქ, გაჯეტები დატოვი აქ, რაღაცები დატოვი აქ. რაღაცები გაიტანე. ეს რაღაცების გატანა, ხო ეს იცი როგორი გამოსავალია, ცოტა ნიჰილისტური გამოსავალია. დამარცხების შემდეგ. მაგრამ გამოსავალია. გეგმა ხო, ეგ არ ვიცი რამდენად რეალისტურია. მე არ მიფიქრია ამაზე. მე პერიფრას ვახდენ. დამავიწყდა იმ ფრანგი მოაზროვნის, რომელმაც ეს დაწერა. არქაოფუტურიზმი ქვია მაგ თეორიას რა. ხო და მე მიმაჩნია რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება რაღაცნაირად გამოსავალი. და მე ნიუ-იორკის ხო. და საბოლოო ჯამში მეც შემთხვევაში მაგაზე ვოცნებობ, რომ ეს რაღაცნაირად შევძლო, რომ ეს საკავრობა რაღაცნაირად დავტოვო და შემეძლოს იქ გადასახლება. უკაცრავად
ხმოვანი ხარვეზი შემოდის, მაგრამ ამას ვერ გავეკეცი ვერსად რა ვქნა. მე ნიუ-იორკზე გეტყვი, მაგრამ ორი სიტყვით რა ეს თემა რო დავასრულოთ, სანამ შემდეგზე გადავალთ, რომ ნიუ-იორკში ყოველთვის შეძლებული ფენა იყო ესე რასობრივი გრადაცია როცა ხდებოდა, იყო თეთრი. და მე რახან ახლა ტაქსიძღოლი ვარ, ყველაზე კარგად ალბათ ტაქსიძღოლი გძნობს იმას შიდა სიტუაციას ქალაქში რა ხდება. და ჩემი მოხმარებელიც ბოლო 2 წელიწადში ისე იკლო თეთრ მოსახლეობას გულეს ხომ. რომ სულ მიკვირდა რომ აი სად მიდიან. მე პირის განმავლობაში დღის განმავლობაში ნიუსებს უყურებ, სტატისტიკას უყურებ, უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები ხოლმე. ძირითადი მასა შეძლებულების გადის. დიდი როლი ითამაშა მამდანის მოსვლა, იმიტომ რომ ის რაღაცა ულტრატროცკისტული განცხადებებით მოვიდა და მოკლედ. მაგრამ ფაქტია რომ გადის. და ნიუ-იორკი ივსება, მოდი ესე ვთქვა, მუქთახორებით. მართლა ვამბობ და რატო? ყველა ზის სოციალურ დახმარებაზე. არც ერთი არა თეთრკანიანი არ გადის რაიონში. მართლა მე ხო ნაყოფი ვარ ახლა ახლო სოფლებში და სოფლები ქვია, მაგრამ სოფლები დავარქვათ. და ცოტა მოშორებითაც გავსულვარ, სადაც კურორტებია, სადაც ასვენებელი და შემდეგ. არავინ არ გადის იქ, იმიტომ რომ არავის არაფრის კეთება არ უნდა, შრომა არ უნდა. არიან სოციალურ დახმარებაზე და კურდობაზე. ეს რა არის? რომში იყო ეგეთი მომენტი, რაღაც სიახლე არ ხდება. აი ისტორია ავიღოთ. რომში იყო პროლეტარებსაც უწოდებენ მაშინ, მაგრამ თანამედროვე გაგებით პროლეტარები არ იყვნენ. ესენი იყვნენ უბრალოდ ჭაჰმედლები, რომლებიც შვილებს უჩვენდნენ. რომლებიც აი თეატრში, ესე კოლიზეუმში ცირკი იყო მაშინ. პიოპორს არ იგებდნენ ის იყო. ანუ გაჩნდა რაღაცა ფენა, მასა, რომელიც პოლიტიკურად საჭირო იყო ვიღაცა პოლიტიკური ძალებისთვის და რომელიც რეალურ პროდუქტს აღარ ქმნიდა. ანუ აი საინტერესო რა არის, იცი რომ ცივილიზაციის განვითარება თითქოს ყველა ცივილიზაციის განვითარება ერთი მექანიზმით მიდის და ერთი რაღაც ძალიან ბევრი მსგავსებებია. იმდენი მსგავსებებია. აი მაგალითად რომაელ არისტოკრატებს რო აღარ უნდათ ბევრი შვილის გაჩენა. და ქალებს რო აღარ უნდათ და მაგალითად ჯერ კიდევ ციცერონი წერდა და განიცდიდა ამას. ციცერონის შემდეგ 4 საუკუნეზე მეტი ხო მე დაინგრა რომი, მაგრამ ეს პრობლემები თანდევი იყო, რაღაცნაირად ცივილიზაციას აქ მომენტი და რომ რაღაცა პიქს რო აღწევს განვითარების ადამიანი ცვლის თავის ნირს ცხოვრების რა. მე მგონი ისინიც ამერიკელი ისინიც რაღაც ეს თეთრები რაც ახსენე, ესენიც მასკის პროექტი რა არის საბოლოო ჯამში, რომ მოდი ჩვენ ვართ მილიარდელები და მილიარდელების კოლონია შევქნათ, სამოთხო შევქნათ და იქიდან მართოთ და ეგენი ხო, ფაქტობრივად ხა ხო, ეთახმება. მარსის პროექტი ხო მართალია ეგ არის რა, ხო. და ისე მართმა მე მილიარდელმა მარსელებმა აკონტროლონ დანარჩენი დედამიწა და რაღაცა ისე წაკე. ეხლა უცნაურ რამეს გეტყვი კიდე ნიუ-იორკი ცნობილია როგორც ებრაული ქალაქი. აქ არის 2 კალენდარი. მართლა ვამბობ, ეხლა მე რახა მძღოლი ვარ, მე მაქვს 2 კალენდარი. ერთი საყოველთაო, საჯარო და მეორე ებრაული. და რატო? იმიტომ რომ ებრაულ დასვენებებზე არის მიბმული ჩემი აქტივობა. იმიტომ რომ როცა ებრაული დღესასწაულებია და ეს არის 12 თვეში, მე მგონი თითქმის 6 თვე, რო დავაჯამო, მაგ დროს გასვლას სამუშაოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაკეტილია ნახევარი ქალაქი. აი, ესენიც კი მეგობრებო, კრიმიცის თქვენთვის ვამბობ, მაყურებლებო, ამას ვლაპარაკობ ორთოდოქს ებრაელებზე და ულტრაორთოდოქსზე. ესე იგი, ძალიან გვანან არათეთრები და ეს ჩვენი ულტრაორთოდოქსები, რატო? რომ ესე იგი, თითოეულ შვილს აჩენენ, შეიძლება ბევრი უნდა იყოს, იმიტომ რომ სოციალური დახმარება მოდის, არა აქვთ ბმა დაკანონებული, წოლქნური, ერთნი ყურანის წესით არიან დაოჯახებული და რეგისტრაციას არ გადიან და თვლიან რომ არ არის საჭირო, მეორენი თორას თუ ტალმუდის წესით და მოკლედ ეს ნიუ-იორკის ბიუჯეტი, რომელიც არ არის, არ ვიცი ქართულად როგორ არის, აკარდეონი ხა რაღაცა ზღვარამდე იწელება, მაგრამ მე დადგება აქ ეს უკიდურესი ზღვარი და მე არ ვიცი რა მოხდება. მოკლედ, აქ არავინ არაფერს არ აკეთებს. შრომა არ არის ქალაქში. ვინც მართლა ინტელექტუალური ან ინჟინერი იყო, ყველა გავიდა. ამას ხელი შეუწყო ბარემ აქვე ვიტყვი კოვიდმა, იმიტომ რომ იმერ წელიწადში ხალხი შეეჩვია იმას, რომ თურმე შეიძლება დისტანციურად საოფისე სამსახურის კეთება და უბრალოდ
ეს კრიზისიც რო დამთავრდა, ის ოფისები, რომელიც დაიკეტა, აღარ აღდგენილა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ეხლა $40,000 თვეში ოფისში რატომ უნდა იხადო, მაჰიტენზე ვავო, ოსე შეიძლება დისტანციურად ისევაც აკეთო და ანუ ხალხის გასვლა, იმიტომ რომ ნიუ-იორკში არავინ არ ცხოვრობს, ყველა იყო შემოსული. ყველა გავიდა და სადაც ცხოვრობს მომიჯნავე შტატებში, სოფლებში, რაიონებში, იქიდან მართავენ ყველაფერს და მოკლედ ეს რატო ვთქვი ეს ყველაფერი ზუსტად ესადაგება აი იმ თეორიას, რაც იმ პატრიციუმმა ფრანგმა სოციოლოგია, ხო? სოციოლოგია. ხო. სოციოლოგმა თქვა და რაც ახლა შენ კარგად განმარტე რა. ნუ კრი, მშვენიერი. მე არ ვიცი ნაციონალურ თემას როგორ მიუდგები, თუმცა მსურს თუ შენ გამძლეობა გექნება, მაგრამ არ შეიძლება რომ ანტისემიტიზმზე არ ვილაპარაკოთ ისლამთან დაკავშირებით. თან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა ხდება ღაზის სექტორში, პალესტინელების თემა, ჩვენ ხედავთ რა არის ბეირუთის სამხრეთით შეტევა ლიბანზე, ჩვენ ხედავთ ირანის კონფლიქტს და აქვე ვატყობთ, რომ ანტისემიტიზმი როგორც თემა უკვე ტაბუდადებული აღარ არის. და ძალიან მაინტერესებს, შენ მე ვიცი ამაზე ძალიან ბევრი საინტერესო საუბარიც ქონდა, ვიცი რომ გიფიქრია და ძალიან თქო მეც გამიზიარო და ჩვენ მაყურებელსაც. ხო, ნუ რამდენადაც შესაძლებელია შენთვის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ესე იგი არსებობს თვითონ ებრაულ საზოგადოებაში საბოლოო ჯამში წარმოდგენა როგორი ისინი ხო რაღაცის რესტავრაციას ახდენენ. ეს რესტავრაცია იუდაიეს, პაქს იუდაიეს მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოო ჯამში დიდი ისრაელი შეიქმნას. ეს დიდი ისრაელის შექმნა კი იმ კონფიგურაციით, რაც აქამდე ჰქონდათ, ანუ დაჩაგრული ერის კონფიგურაციით უკვე შეუძლებელია. დაჩაგრული ერის კონფიგურაციით ეს იყო შესაძლებელი, როდესაც უამრავი არაბული სახელმწიფო თავს ესხმოდა ისრაელს და მას დასავლეთის მხარდაჭერა ჭირდებოდა და დღეს უკვე არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და ეს რეალობა ეხება იმას, რომ პრინციპში რასაც ისრაელი აკეთებს, ეს აღარ მასოს ვინ თქვა, მაგრამ ამას ქვია ესე იგი მსხვერპლ შეწირვა. სხვათა შორის რომაელები აბრალებდნენ კართაგენელებს, რომ ბავშვებს წირავდნენ. მის მეზობელ ბავშვებს წირავდნენ და ირგვლივყოფებს არ უყარდათ კართაგენი. და ეს ერთ-ერთი სტრატეგია არისო, იმისიო, რომ როდესაც შენ ესეთ რაღაცას აკეთებ, მე შენ საზოგადოებაში იმხელა მობილიზაციის, როდესაც არავის არ უყარხარ და როდესაც ესეთი დანაშაულში ადიხარ, იმხელა მობილიზაციას ახდენ საკუთარ საზოგადოების, რომ ეს საზოგადოება მერე უკვე იძულებული ერთად შეიკრას და ბოლომდე იბრძოლოს და ნეთანიაჰუს სწორედ აი დიდი ისრაელს სწორედ ესეთი პროექტი უნდა. ამიტომ ღაზას ამბავი ხშირ შემთხვევაში არის მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი აქტი. 40,000-მდე ბავშვია დაღუპული. დიდებზე არაა საუბარი. და ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ირგვლივყოფებს შეძულებოდათ ისრაელი. ეგ ლოგიკურისაა და აკვირდით ყველა ომში, სადღაც აი თუნდაც დიდგორის ომი ავიღოთ, უკან დასახევი გზები რო გადაიჭრა. უკან დასახევი გზების გადაჭრის შემდეგ შენ ერთ-ერთი ის რჩება мотиваცია, რომ იომო, ანუ როდესაც აღარ არის არჩევანი, უნდა გაიმარჯვო. ან აბსოლუტურად დამარცხდა. რაღაც თან თვითონ ნეთანიაჰუს პოლიტიკას თუ ავიღებთ, შიდა პრობლემები მას ჰქონდა, ეხლაც იყავს ოპოზიცია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ნეთანიაჰუ ეხლა რო დამარცხდეს, ეს არ იქნება ნეთანიაჰუს დამარცხება, ეს იქნება ისრაელის დამარცხება. ის ოპოზიციას კი იმდენად ლაითად აპროტესტებს და ლაითად აკრიტიკებს, რომ ეგ ჩავთვალეთ, რომ არც არის კრიტიკა. ეს არის რაღაცა სურვილების გამოთქმა, უფრო ვიდრე რეალური პოლიტიკური ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ყველას ესმის, რომ კი ეს ვინც აკრიტიკებს, ცდილობს, რომ აი თუ კი დამარცხა ნეთანიაჰუ, მერე გქონდეს გამომართლებელი, რომ ჩვენ ხო ვაპროტესტებით ამ ყველაფერს, მაგრამ მაგას აღარავინ აღარ შეჭამს. ეს შეეხება იმათაც, ვინც უჭერს ნეთანიაჰუს ხარს და იმათაც, ვინც არ უჭერს ნეთანიაჰუს ხარს. არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომ ისინი ებრაელები ყიდულობენ ყველგან მნიშვნელოვან მიწებს. ისინი ყიდულობენ
კვიპროსში და ახლა აი მე მიკვირს საქართველოში რატომ ბევრმა ვერ შენიშნა სუფსაზე შეიქმნა სასტუმრო დიდგორი. დიდგორის გახსოვთ თქვენ 2016 წელი იყო მგონი, როდესაც დიდგორის აღნიშვნაზე იყო საუბარი და თურქეთის საელჩომ ეს რაღაცა კათრად თქვა რომ ეს ქართულ-თურქულ ურთიერთობას დააზარალებს და უცბა შენ თურქეთის საზღვარზე აშენებ სასტუმრო 5 ვარსკვლავიან სასტუმრო დიდგორს. ვინ აშენებს ესა ებრაული კომპანია. არ ვიცოდი, საიდან მეწოდინებოდა ხო, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხო? ხო, მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, ყველგან აი საქართველოში ერთ-ერთი დიდი პროცენტი არის ბინდების შეწყვეტით ისრაელის მოქალაქეებს. ანუ ისრაელის მოქალაქეები არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში. კარგად ჩანს, რომ საკმაოდ დიდ უძრავ ქონებას ყიდვა აქვს დაწყებული არგენტინაში, რასთავარია. და ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი ქმნიან გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, დასაყრდნებს ან გადასახლებების ერთ-ერთ ელემენტს რა. თუ კი რაღაცა მოხდა, თუ კი მართლა ჩავარდა ეს ნეთანიაჰუს და დიდი ისრაელის პროექტი. დიდი ისრაელის პროექტის ჩავარდნა რას ნიშნავს? ესე ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა გადის რეგიონიდან, ხო? ეს ნიშნავს, რომ ისრაელი რჩება ირანის პირისპირ, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ეს დიდი ჯიჰადი შეიძლება გამოცხადდეს ისრაელის წინააღმდეგ. და მთელი ეს არქიტექტურა, რაც ისრაელმა შექმნა, ის ყველაფერი ჩამოიშალოს. მაგრამ მეორე პრობლემა აქვს ისრაელს. რა შეწყვეტა? ანუ იმას იმხელა ტერიტორია ჭირდება რუკებიცაა გავრცელებული, ალბათ ყველას აქვს ნანახი დიდი ისრაელის რუკა. მე არ წარმომიდგენია ამ რუკის არსებობა და რატომ არ წარმომიდგენია? სამხარებზეც კი ქონდათ დაკრული აი კი გაზას და ბეირუთის კონფლიქტი. ბეირუთის და ისე რა ქვია, ნახევარმთვარის ქვეყნებს ასე უწოდებენ, ანუ შუამდინარეთი, ლევანტის და ნუ ეგვიპტის ნაწილი. საქმე ისე რომ ეს ხო არ იქნება ცარიელი ტერიტორია. ხო, ანუ დემოგრაფიული პოტენციალი არ აქვს ისრაელს, რომ ეს ტერიტორიები აავსოს. მაგრამ მეორე მხრივ, მოდი ესე სხვანაირად შევხედოთ. თუ ეს არის პოლიტიკური გავლენები, ჩვენ ხედავთ, რომ სირია პრაქტიკულად ისრაელის დაქვემდებარებაში გადავიდა. და ისრაელი ამერიკის, ხო? არაბული სამეფოები ამერიკისა და ისრაელის გოლგის ქვეშ არის. სომალილენდი, რომელიც სომალის ავტონომიის სეპარატისტული რეგიონია, აღიარა ისრაელმა და იქ სამხედრო ბაზა არის. და ბევრი საუბრობს, რომ ღაზადან სწორედ იქ უნდა გადაასახლონ ესეთი მოსახლეობა. ანუ ისრაელი ემზადება რისთვის, რომ რადიკალური ნაბიჯებისთვის ემზადება და რასთავარია ეთნიკური წმენდას, ცოტა რასისტულ პოლიტიკას ესე იგი აბრუნებს, იმიტომ რომ შეგვაგუოს რაღაცეებისთვის. იმიტომ რომ ამ ხელ ტერიტორიების კონტროლს ჭირდება ეთნიკური წმენდები. რომ ეთნიკური წმენდა აღარ იყოს რაღაც სიახლე და განსაკუთრებული მოვლენა. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პირველ სოფლიო ომამდე და პირველ სოფლიო ომის დროს არ იყო განსაკუთრებული მოვლენა. ეს რაღაცა ბუნებრივ მოვლენად მიიჩნეოდა. ოსმალეთის იმპერია გაიხსენეთ, როგორ ყრიდა მარტო სომხები არა, ასირიელები გაანადგურა, პონტოელი ბერძნები გაანადგურა, უამრავი ადამიანი გადაასახლა მოკლედ თურქებმა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ. მაგას მე მგონია, რომ ისრაელი ცდილობს, რომ ამის ნორმალიზაცია მოახდინოს საბოლოო ჯამში. მაგრამ მაგას აქვს ძალიან დიდი ფასი. პატარა მარცხი ისრაელის და ჩვენ გამოჩნდა, ხო? რა ირანი, როდესაც აგერ რაღაც რამოდენიმე სოფელი აიყო და ამ სოფლების კონტროლი უჭერს. დრონებით ისე ტანკებს უფეთქებენ და ასე შემდეგ. ანუ ლიბანს გულისხმობ, ხო? ლიბანს გულისხმობ. და აგერ ჰუსიტებთან აქვს მნიშვნელოვანი პრობლემა, ვერაფერს ვერ უკეთებენ და მოკლედ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ანუ აღმოჩნდა, რომ ძალას აქვს ლიმიტი. და მით უმეტეს ეხლა, როდესაც ტექნოლოგიური ჩამორჩენის, ტექნოლოგიური ელემენტი ისე განვითარდა, რომ პატარა ქვეყნებს გაუშვათ ბრძოლის თავი.
დრონებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით. აქამდე ესეთი თავი არ ჰქონდათ. ეს ქმნის სერიოზულ რისკს. ამიტომ არის რომ ეხლა რამოდენიმე კომპანია ხელოვნური ინტელექტის, რომელიც სულ ყველა გამოსვლაზე ხას უსვამენ, რომ ისინი არიან სიონიზმის მომხრეები, რომ მათთვის ისრაელი მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, გადადის ისრაელში. ისრაელი უნდა იყოს დატა ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ცენტრი. ხელოვნური ინტელექტის ცენტრი რატომ არის? მათ უკვე შექმნეს ეგ ისინი დრონები, რომლებიც სახის ამოცნობი არის და იქ პირდაპირ ავტომატურად აღარ ჭირდება, მოკლედ ისა რა ქვია. ადამიანი რომ მართოს, ანუ ავტომატურად მართავს. და ეს ანუ ომის კი უსულო ხდება, იმდენად უსულო და უპიროვნო ხდება ომი, რომ რა ვიცი, აბსოლუტურად იცვლება ომის ფსიქოლოგიაც ალბათ. ხო და აი ალბათ მე ხარ როგორც ვაკვირდები, ისრაელი თავარ აქცენტს ახდენს და აკეთებს სწორედ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ცენტრად ყოფნა მას აქცევს ჰეგემონად. მაგაზე აკეთებს. ამიტომ ის დგავს რადიკალურ ნაბიჯებს, ის იფუჭებს ურთიერთობას ყველასთან, ყველაფერთან და რადიკალურად მოხს ყველაფერი ისრაელში. იმისთვის რომ ისრაელმა გარე სამყაროს ზიზღეს მიუხედავად შეძლოს ჰეგემონიის შენარჩუნება. და ისრაელის სიონიზმის პროექტი მაგ რეგიონში ესე იგი არსებობდეს. და რაც ბუნებრივია, მაბატი, მე მეგონი შემოგვიყვება. ხო, რა შეეხება დასავლეთზე მინდოდა თქვა. აი ეს ანტისემიტური მოძრაობები. აი ერთი მხრივ არაბული მონარქიები დამოკიდებული არიან სწორედ აი ამ დასავლეთზე მთლიანად. მაგრამ მეორე მხრივ ინკორპორაციამ დასავლურ საფინანსო სისტემაში გამოიწვია ის, რომ განწყობები და სხვადასხვა დაფინანსებელების წყაროები, რამდენი უნივერსიტეტია, რომელსაც დასავლური უნივერსიტეტი, რომელსაც არაბული ემირები და სხვადასხვა ესეთი მილიონერები, მილიარდელი ადამიანები აფინანსებენ. რამდენი არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივია იქნება ალბათ, ხო. რამდენი საფეხბურთო კლუბია უკვე, რამდენი ინვესტიცია არის ხელოვნებაში და სხვადასხვა იმებში დარგებში. რამაც განწყობები შეცვალა. პლუს ემიგრაციის ისლამური ქვეყნებიდან ემიგრაციის ძალა და განწყობები რეალურად შეიცვალა დასავლეთში. მე მგონია რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ევროპული ნაციონალიზმი მიმართული იქნება, პირველი მსხვერპლი იქნება ევროპული ნაციონალიზმის არა ისლამი, არამედ სწორედ ებრაელები, ანტისემიტური იქნება თავისი არსით. და ეს უკვე ჩანს. პირველ რიგში ჩანს იმქიდან რომ აი დააკვირდით ამერიკაშიც, ხო? ტაკერის განცხადებები. ტაკერი რეალურად არის კონსერვატორი, ხო? ჩვენ მივიღებთ ახალ ტრადიციონალიზმს საბოლოო ჯამში, რომელიც იქნება თავისი არსით ევროპულ ტრადიციონალიზმს, რომელიც იქნება თავისი არსით ანტისემიტური. ან უფრო მეტი ანტისემიტური შეიძლება არ იყოს, ანტისიონისტური. ანტისიონისტური. სადაც კითხვები დაისვება, რატომ რაში გვჭირდება ისრაელი საერთოდ ჩვენ. მეორე ტოინბის ესეთი ბრიტანელი ისტორიკოსი იყო, ტოინბი ამბობდა, რომ სადაც 100-110 წელი იქნება ისრაელი. ჯვაროსნული სახელმწიფოების მაგალითი. რომ ესეთი პროექტები მათ რეგიონში სამხედრო პროექტები დიდი ხანი ვერძლებენ. ისინი ეფექტურები არიან საკუთარ სამხედრო საქმიანობაში. გაცილებით ცოტა ძლივს აიღო სალაჰადინმა იერუსალიმი და ისაც რამოდენიმეჯერ ისე რა ქვია, კვლავ გადაეცა ზოგჯერ რიჩარდ მესამის დროს ღია ქალაქი გახდა მართალია და ჯვაროსნებმა ვერ დაებრუნეს, მაგრამ ძლივს განდევნეს ქრისტის ჯვაროსნები ძლივს განდევნეს იქიდან, ხო? ლევანტის პროვინციებიდან. ხო, ხელიდან ხელში გადადიოდა, საბოლოო ჯერში კი გაიმარჯვა სალაჰადინმა, მაგრამ დრო დაჭირდა რა, საკმაოდ დიდი და ბრძოლა. ბრძოლა დაჭირდა და რაც თავარია, მთელი მაგ ისლამური სამყაროს გაერთიანება დაჭირდა. და საბოლოო ჯამში ისლამური სამყარო ეგ ბევრმა არ იცის, ჩვენთან რომ არის ეს საუბარი ხორეზმელებზე, რომ გამოქცეულმა პრინცმა ესე როგორ დაამარცხა ეს
ჩვენი სამეფო ის კი არ იციან რომ ხორეზმელებმა აიღეს სწორედ სალაჰადინის ჯარში იერუსალიმი და ხორეზმელები იყო ძირითადი ძალა მან ხორეზმელებს ისე უყურებენ თითქოს ისინი იყვნენ მეორე ხალი ერთ-ერთი მონღოლებთან დამარცხენ თორე სხვა დანარჩენები მეორე ხარისხოვანი მეომრები კი არ იყვნენ ავანგარდში იყვნენ სალაჰადინი ხო ანუ სალაჰადინის ჯარში მსახურობდნენ ისინი ხორეზმელები და მათი წყალობით ისინი მათ აიღეს პრაქტიკულად ისე იერუსალიმი ხო ეგ ის და იცი რა მაინტერესებს ესე იგი აი მაგაზე არ მეკითხე შენ ეს კი ნაციონალური მოძრაობის ნაციონალური ევროპის ნაციონალური გამოღვიძების ვექტორი შენ ფიქრობ რომ გადავა უფრო სიონიზმის წინააღმდეგ და არა კონკრეტულად მაჰმადიანების ან კონკრეტულად მუსლიმი საზოგადოების წინააღმდეგ არა მე ვამბობ პირველი ტალღაც რაც იქნება რა მხოლოდ პირველი ტალღა ხო გასაგები ხო იმიტომ შეგეკითხე რომ ხო არა მე მგონია ტალღებად იქნება რა ტალღებად მე ზოგადად არ ვიცი იმას ჯერჯერობით აქვს ძალა ევრობიუროკრატიას რომ ეს ყველაფერი დათრგუნოს ჩვენ ხედავთ ძირითადად ნაციონალიზმის გამოღვიძებებს კი დასავლეთში ხედავთ მაგრამ დასავლური ნაციონალიზმის გამოღვიძებები გავს მართლა აი 30 წლის წინანდელ ლიბერალებს ესენი არ არიან მაინც და მაინც ესე მემარჯვენეები აი ვინ არის ჰოლანდიაში არის რა ჰოლანდიაში რა არის რომ ის სიტყვის თავისუფლება არის ისლამის ლანძღვა ხო კი და ესეთი რაღაცებს აკეთებს რა არის ეგ არა მემარჯვენე მართალი ხარ თან იცი რაზეა საუბარი რომ ის ალის ვაიდაც გარდა იმისა რომ ალტერნატივა გერმანიისთვის თვითონაც არ ტრადიციული ორიენტაციის კალბატონი და მისთვის ბევრი რაღაცა არის შესაძლებელი იცი რა არის იდენტარიზმის პოლიტიკა კი ეხლა როგორც გითხარი ბიუროკრატიის პრობლემა რა არის რომ არსებული შენარჩუნება არის. ეხლა ბიუროკრატიაში სანამ ეს იდენტარიზმის პოლიტიკა გაიფილტრება, კიდე გავა დიდი ხანი. მე მგონია ანუ ნახე დროის სული უკვე კანახობს რომ ეგ პოლიტიკა არის მოძველებული, იდენტარიზმის პოლიტიკა საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ეგიც რას ნიშნავს რომ არც ის იქნება რაც იდენტარიზმის პოლიტიკამდე იყო, რომ ეხლა შენ გეები დაიჭირო და რაღაცა ისე და ფსიქიატრიულში ამყოფო. არც ეგ არ იქნება, მაგრამ ეს ახალი მდგომარეობა რას ნიშნავს რომ სექსუალური უმცირესობები იქნებიან უფრო მეტად ინტეგრირებული ვიდრე ეს აქამდე იყო, მაგრამ ესენი აღარ იქნებიან პრივილეგირებული კლასი. ანუ რაღაცა დაბალანსება მოხდა. ეგ აღარ არის მნიშვნელოვანი თემა, მაგის თქმა მინდა. აი საფრანგეთში მე მახსოვს შენ კარგი პასაჟი ქონდა სივრცეში წინა ეფშტეინის კუნძულზე და იქ თქვა რომ საფრანგეთზე გააკეთე აქცენტი და ხა ლეპენის მოსვლა ჰიპოთეტიურად 27-ში შეიძლება რომ ფრანგული ნაციონალიზმი თუ ესეც ბიუროკრატიის ის არის ანასხლეტია უბრალოდ. მე სხვადასხვა არ ვიცი. ზოგადად საფრანგეთი ძალიან პარადოქსული ქვეყანაა თავისი ისტორიიდან გამომდინარე. არავის არ ეგონა რომ ანტიფეოდალური რაღაც მოძრაობა საფრანგეთში გაჩნდებოდა. იმიტომ რომ ეს იყო ფეოდალიზმის ნიმუში. ყველა ქვეყანა ბაძავდა საფრანგეთს. ეს იყო ფრანგული არისტოკრატია და ფრანგული მონარქიული სისტემა, ეს იყო ყველასთვის მისაბაძი მაგალითი. და წარმოვიდგინეთ შეერთებულ შტატებში რომ მოხდეს ანტიდემოკრატიული, ანტირესპუბლიკანური მოძრაობა და იქ დამყარდეს რაღაცა სხვა აბსოლუტურად სხვა ტიპის მონარქია რო დამყარდეს. აი ამერიკის შეერთებული შტატების მონარქია. რაღაცა ხო წარმოუდგენელი ესეთივე წარმოუდგენელი იყო საფრანგეთის რევოლუცია. მაგრამ მოხდა სწორედ საფრანგეთის რევოლუცია. რასაც ვაკვირდები ლეპენი ყოველთვის აი გახსოვთ რომელიმე არჩევნების ეს ბოლო რამოდენიმე ხნის განმავლობაში, როდესაც ვითომ ლეპენს არ შეეძლო მოგება, მაგრამ ყოველთვის მეორე ადგილზე გადიოდა ან მესამე ადგილზე გადიოდა. ანუ ლეპენი და თავი პრობლემა იცი რა არის, რომ არ ხდებოდა ტიპს იმის თავი არ ქონდა რომ რაღაცა აეწია თემა აეწია. ანუ ვერცად ვერ გამოავლინა იმის თავი, რომ ეს ამხელა ხადარჭერა რაღაცნაირად ანტისისტემურ რაღაცა გარდაქმნებისთვის ესე იგი გაეკეთებინა. აი მარტივად რო ავიღოთ. ჰიტლერი
ყოველთვის უმცირესობას იღებდა. ამ უმცირესობებით ხელისუფლებაში მოვიდა. ლეპენი, რომელიც იღებს საკმაოდ დიდ პროცენტს საზოგადოებრივ ხარდაჭერა, ლეგიტიმაციის საკმაოდ მაღალი ძალა აქვს, ვერასდროს ვერ შექმნა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შეექმნა, რომლის მეშვეობითაც ის უფრო ყარად მოიპოვებდა ძალაუფლებას. ამიტომ მე არ მჯერა ლეპენის ნაირი ტიპების, რომლებიც სისტემის შიგნით დამარცხდებიან ყოველთვის, რომ ისინი მოახდინენ სისტემურ კრიზისის შექმნას. შესაძლოა კომფორტულადაც კი გძნობს ოპოზიციის როლში და მეორე ადგილიც ალბათ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ის პოლიტიკურ ველზეა და აი სახელმწიფოს მართვის პასუხისგებლობას შესაძლოა შეგნებულად გაურბის. ესეც ხო შეიძლება იყოს. ხო არიან პოლიტიკაში ცნობილი ის მეორე ადგილოსნები. თავარი მემარჯვენეების თავარი ამოცანა აი ევროპული მემარჯვენეობის რაღაცნაირად იმპოტენტურია და სადაც ცოტა ძლიერი იყო ის ცოტა აღმოსავლეთ ევროპას ეხება და რაღაცა ესეთ ქვეყნებს და ავსტრია-უნგრეთის ყოფილ ქვეყნებს ხო რაში მდგომარეობს? იმაში მდგომარეობს რომ ხარდაჭერის მიუხედავად ტიპები სისტემასთან რომ არ ხდებიან არ შეუძლიათ პოლიტიკური კრიზისების შექმნა. ვერ მიდიან პოლიტიკური კრიზისების შექმნაზე. და მათ გონიათ რომ ამ დემოკრატიულობის თამაშით ისინი რამეს მიაღწევენ. ეს დემოკრატიული მთელი თამაშის წესები იმიტომ შეიქმნა რომ ეგეთი ძალები არ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ანუ შენ თუ თამაშის წესები დითამაშე და მემარჯვენე ხარ, ვერ მოხარ ხელისუფლებაში. ანუ აქ ჩანს რომ იმის მიუხედავად ლეგიტიმაციის დონე მაღალი აქვს, არ შეუძლიათ რისკიანი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და პოლიტიკური კრიზისის შექმნა. გაფიცვები, მასშტაბური გაფიცვები, მასშტაბური რაღაცეები გამოიწვიოთ, რომ რაღაცა ის არ შეუძლიათ მაგის გაკეთება. ნახე, აი გახსოვს ტრამპი შეეცადა ამის გაკეთებას, როდესაც ის დამარცხდა და მომხრეების თეთრ სახში შეიჭრა. იანვარს რო შეკრება მომხრეები, ხო? თეთრ სახში შეიჭრა. მაშინ გახსოვს? კი, მაგას ის არ მოყვა, მაგრამ მაგან აჩვენა რაღაცა, რომ დააშინა ბევრი ძალა, რომ ანუ ხალხი მზად არის აჩვენა რამე რო იყოს. და ხა ლეპენმა რა აჩვენა, მითხარი. ლეპენმა რა აჩვენა როდესმე. რას თავი მახსოვს მამამისის და ესაც შვილიც სულ თითქმის იგებენ. აი რას თავი მახსოვს თითქმის იგებენ და არჩევნების შემდეგ არასდროს არ შეუქმნეთ მაგათ კრიზისი. ხო შეგიძლია აჩვენო რომ კრიზისი რომ აი შემდეგში შენ თუ ესე მომექცევი შემდეგ არჩევნებში. აი ეგ ხალხი უკვე სხვანაირად მოიქცევა. წესიერად მეთამაში. ანუ ამის დემონსტრაციას არ შეუძლიათ ადამიანებს და ამიტომ რა ვიცი რა გითხრა. უცნაურია ხო და როგორც ჩანს ეს პაკისტანური სინდრომი დიდ ბრიტანეთში გაგრძელდება მიუხედავად იმისა რომ სტარმერი აღარ არის. მე შინაარსობრივად ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ. გერმანიაში სანამ მერცია და სანამ ალტერნატივა გერმანიისთვის არ აიღებს ბუნდესტაგში უმრავლესობას, თუმცა მარი ლეპენივით არც ვიცი ანუ ალეს ვაიდა ან თუნდაც იგივე ვაგენკნეხტი რო შეუერთდება რას გააკეთებენ აზზე არ ვარ. მოკლედ ჩვენი საუბრიდან შეჩეული ხო აი კონფორმისტები არიან რა. ხო რაღაცა ბიუროკრატიულ ტექნოკრატიულ ცხოვრებას. კი ბატონო. ესენი არ არიან პოლიტიკოსები. ესენი არიან ტექნოკრატები, რომლებიც რაღაცა უკმაყოფილო ტექნოკრატები დავარქოთ მაგათ. და სოციუმი თავისას იზავს როგორც ჩანს. სადაც გადასატეხია როგორც ჩანს ეს სოციალური ტალღა გადატეხს, თორე ესენი მე მგონი უკვე ნომინალური პოლიტიკური ფიგურები. ანუ იმის თქმა მინდა რომ ვერ მართავენ რეალურად სიტუაციას. ერთადერთი მე არ მგონია რომ ეხლა ინგლისში გაუპატიორებების რაოდენობა მიკლოს. წარმოუდგენელი რამეა, იმიტომ რომ ეს დიდი ქანქარა უკვე ისე მუშაობს, რომ სისტემური კრიზისი უნდა დადგეს და შემდეგ ხელახლა შეიქმნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პოლიტიკური ელიტა. საფრანგეთში დღეს გამოაცხადეს, რომ 15 წლამდე აიგზალებათ ახალგაზრდებს სოციალურ ქსელებში შესვლა, ანუ ხვდები ხო ეს აიტკენ მიდის. ინგლისშიც იგივეა და რა ვიცი, გერმანიაში კიდე 29 წლამდე არანაირი ცვლილება არ იქნება. მორჩე, რაც რო გავა, მორჩება სიტყვის თავისუფლება. ხო და აი წარმოვიდგინე, კანცლერები შეიცვლება როგორც ინგლისში პრემიერ-მინისტრები, მაგრამ
რეალურად პოლიტიკა არ შეიცვლება რა, ანუ კოლექტიური დასავლეთის დაის უყურებთ, ესე გამოდის რა. თავარი მომენტი რა. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს ჩვენ? მე რატომ არ მომწონს თუნდაც საქართველოში ზედმეტი ეს ტექნარიზაცია და ბიუროკრატიზაცია. კრიზისულ პერიოდში ეგ ტექნარები და ბიუროკრატები ძალიან თან ძალაუფლებას ძალიან კარგად იმყარებენ, აქვთ ამის უნარი. მაგრამ კრიზისებს ესენი ვერ გადალახავენ რა, ეგ არ არის ფსიქოტიპი, რომელსაც უნდა გადალახოს. იცი რა არის? აი საქართველოს პრობლემა რა მგონია, იცი რომ ინოვაციური ხალხის პრობლემა გვაქვს რა. მე ვერ ხვდები ჩვენი აი ეგ ალბათ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეშია, მაგრამ აი ევროპელებს რაც აი გერმანელები ავიღოთ, ფრანგები ავიღოთ, რაც არ აქვს ანუ ინოვაციური საზოგადოებებია მაინც რა. ეგ შეიძლება მეცნიერებაში, კულტურაში, სხვა იმებში აქვს. აი ქართველები ვიყავით ჩვენ ინოვაციურები და ჩვენ საბჭოთა სისტემაში ფასობდით ჩვენი ინოვაციურობის გამო. და ეხლა პრობლემა ის არის, რომ ტექნოკრატიზაცია და ბიუროკრატიზაცია იწვევს ამ ინოვაციურობის ჩაკლას. ძალიან მარტივად ვიტყვი, გაიხსენე პარლამენტი ძველად როგორი იყო, თუნდაც შევარნაძის დროს და შემდეგ როგორი ადამიანები იყო. ცუდები იყვნენ, კარგები მაგაზე არ ამბობარი და ანუ სხვა ჰაბიტუსის, სხვადასხვა პოლიტიკური ბექგრაუნდის, სხვადასხვა იმის ტიპები იყვნენ და ეხლა არის რაღაცნაირად ერთი სახის დომინაცია. ერთი სახის დომინაცია. რაც სტაბილურობისთვის კარგია, მაგრამ როგორც კრიზისი მოგვადგება, ბანდ პრობლემა გვექნება. ნუკრი, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ჩემთვის ბევრი რამ საინტერესო იყო და აი ამ საუბრისას ბევრი რამ გასაგები გახდა, რაღაცაზე ეჭვი მქონდა და გამიმყარდა კიდეც, რაც მახარებს და მოკლედ ძალიან კარგი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პატრიციულ მაყურებლებო, ვისაც მოგეწონათ ეს ჩვენი ვიდეო, ჩვენი პოდკასტი და თulit რომ საჭიროა რომ სხვამაც ნახოს და გაიგოს, გააზიარეთ. ნუკრი. ხო და რაც შეეხება ჩვენ საინტერესო თემებზეც გვაქვს ხოლმე მიმოწერა და დაუბრუნდეთ რა და რაც შემოდგომა ახლოვდება ალბათ სასაუბროც მეტი გაჩნდება და მოხარული ვიქნები მოკლედ თუ მესტუმრობ. კი ბატონო, ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და რაც თავარია უნდა ითქვას, რომ ეხა წინა იმებსაც რო გადავხედო ჩვენ ლაპარაკს. კი. ნიშნულოვანი რაღაცები მე ესე ხედავ ყოველ შემთხვევაში ტენდენციებს რაც შეეხება უფრო და უფრო სწორად მივდივართ ესე ვთქვათ რა. სწორად ხედავ ტენდენციებს. კი, რაღაც ფაქტები აშკარად და მოლოდინები ისე არ არის. მე უფრო დიდი იმედი მქონდა კონსერვატიზმის და ეხლა აღარ მაქვს ამის იმედი. მაგრამ ტენდენცია ის რომ ეხლა რაღაცა ეპოქაში შევდივართ, რასაც შეიძლება უწოდოთ ბნელი ეპოქა, მოლოდინია უფრო სწორედ, ჯერ არა ბნელი ეპოქა. ეს ნელ-ნელა ნათელი იქნება. მაგრამ ალბათ ეგას უნდა გავიაროთ, იცი რა არის? მე ყოველთვის ესე უყურებ საქართველოს უახლოეს ისტორიას, როგორც ჩვენი წინაპარი მემატიანეები უყურებდნენ. რატომ დავმარცხდით ადრე როგორ ხსნიდნენ? იმიტომ რომ რაღაცა ცოდვილები ვიყავით, ან რაღაცა არასწორად ჩავიდინეთ. აფხაზეთში რატომ დავმარცხდით? იმიტომ რომ ცოდვილები ვიყავით. ჩვენი ერთმანეთს დავერიეთ, ჩვენ არაჯანსაღად მოვეკეცეთ ერთმანეთს, ჩვენ ცუდად მოვეკეცეთ ჩვენ თავს და მაგიტომაც დავმარცხდით. ეს არ იყო მარტო გარე ფაქტორი, ეს იყო ჩვენი ცოდვების ბრალი. რატომ დავმარცხდით? შემდეგ იგივე ცოდვები გვეწია რა და გადაუმუშავებელი ცოდვები იყო ჩვენი და ამიტომ ამბობ რომ იმისთვის რომ რაღაცა ჩვენ სხვანაირად გავაკეთოთ, აი უნდა რაღაცნაირად თვითრეფლექსია მოახდინოთ. თვითრეფლექსია მოითხოვს რაღაც მონანიებების ძალიან ბევრ მთელ დასს. სხვადასხვა აი ლევან
ჭოტოლიშვს ეწერა ფაშიზმზე, რომ ყველაზე ტრავირებულ და ყველაზე ისეთი საზოგადოება, ანუ გოგოიმობის ნიშანიაო ფაშიზმიო. და ყველაზე ესეთ ტრავირებულ საზოგადოებებშიო ყველაზე მარტივად იკიდებს ფეხს. ახლა ჩვენ კარად გვესმის რომ ქალს კიდევ უბრუნდები, ქალთან მიმართებაში მტყუანი იყო ის ბიჭი. რომ შეიძლება ის ქალიც არ იქცეოდა კარგად და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ძალიან კარგად დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ეს კომპლექსი და ეს ტრავმა რო გვაქვს, აი არ გვაჩვენებს სამყაროს სწორი სურათი, სწორი მიმართულებით და სწორი მიმართულებით ყურების გარეშე ჩემს მარცხი, ანუ ერთი მარცხი შობს მეორე მარცხს და იმისთვის რომ გადატეხო ეგ, იგივენაირად არ უნდა მოიგოს, არ უნდა აყვე ამ მარცხის ტკივილით არ უნდა იცხოვრო, უნდა იცხოვრო სხვა რაღაც შეცვალო პარადიგმულად და გამარჯვებისკენ წახვიდე რა, ანუ ჩვენი პარადიგმა ეს არის რომ დამარცხებული მენტალიტეტი არის რა, დამარცხებულის მენტალიტეტი, გაბოროტებული კაცის მენტალიტეტია. იმისთვის რომ ჩვენ გამარჯვებული იყო, ეს გაბოროტება უნდა გადალახო რაღაცნაირად და საკუთარ თავზე მაღლა დადგომა ისწავლო, შენ საკუთარ რაღაც ცნობების მაღლა დადგომა ისწავლო და დაარქვა რაღაცებს ის სახელი, რა სახელით დასარქმევია. ეს ამიტომ რაღაცნაირად ალბათ ღმერთიც გვანიშნებდა რომ თქვენ უბრალოდ ისე არ დამარცხებულ ხართ, თქვენი დამარცხებული, თქვენ დამარცხებული მიზეზი ქონდა, ხო, ამას მიზეზი ქონდა, კი ბატონო. მე სანამ დაგემშვიდობებდი, מחარებს რა იცი, რომ სიამოვნებს, რომ ჩვენი ყოველი პოდკასტი ეს შინაარსობრივად თემატური ხდება, ანუ ციკლურობას იძენს და კარგია, מחარებს, ესე იგი, და მაყურებელიც როგორც ვატყობ, უკვე კითხვებსაც ისეთ ცვალს უკვე. შინაარსობრივ, თვისობრივ და ანუ ჰაიპი აღარ არის და ასე რომ ძალიან კარგი. დიდი მადლობა, ნუკრი. მადლობა. დროებით გემშვიდობებით. დროებით.